აი იმაზე ფიქრით, რომ აი ეხლა მე რო დავიწყებ და რაღაცა როდის გავხდები პროფესიონალი ამასობაში ამ ფიქრში გადის წლები რა და ერთი წლის წინ რო დაგეწყო უკვე რაღაცა იქნებოდი რა და აუცილებელია განათლებაც ამ მიმართულებით. და თუნდაც აი ეს რესურსები რა ტექნოლოგიური შეიძლება რომ გაიმართო შენ ყოველდღიურად რა თქმა უნდა გამოიყენო რა, იმიტომ რომ ხანაირად უბრალოდ წარმატებას ვერ მიაღწევ რა. ხო, ის რომ მამამ რაღაცა გასწავლა და პაპამ და ამავდროულად ეს თავმოყრით გადმოგეცა, ამ თემაში და საკმარისი აღარ არის. ყველას ანუ ძალიან ბუმბერას კომპანიებსაც გეშინიებით ის, იმიტომ რომ ეს არის ფლაგმანი რა. ნუ კომპანია ჩემი არ არის სამწუხაროდ, მაგრამ სხვადასხვა დიდმა ქალაქმა მანახა ის, რომ შენ შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა და იმითვე იშოვო ხური. თავარი გიფორდს, ასე ვთქვათ. იმოს რო ვუყურებ, ძალიან მინდოდა ჯოფრი რომ ვიღაცას მოეკლა რა და ის ამ თამაშებში ყველაზე რთული რაც არის თმა, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი პროგრესი არის, ძალიან კარგად არის ახლა ამ GTA-ში თემები გაკეთებული. აქ რა სამეცნიერო საფუძველი უდევს, რომ აი სოკოებმა, რომელიც ძალიან რეალურია, შეიძლება რომ ესეთი რაღაც გამოიწვიოს და მართლა შესაძლებელია. მოგესალმებით, მე ავთო ვარ და გიბრუნდებით შემდეგი ეპიზოდით და დღევანდელი ჩვენი სტუმარია ვახო ფიფია, Fortail Production-ის lead character artist-ი. ვახო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მოსვლისთვის, ჩვენ რაღაცა ერთ თვეზე მეტია, მე მგონი გეგმავთ ამ შეხვედრას, ხო და თან ბევრი გვაქვს დაგროვებული სალაპარაკო. ჩემ მოუწვევობის გამო. ძალიან დიდი ხანია რაღაცეებზე არ გვილაპარაკია და ბევრი რაღაც შეიცვალა, ხო, თანამედროვეობაში, თამაშების მიმართულებით, გრაფიკის მიმართულებით. ბევრი ახალი სისტემა დაემატა, ბევრი ახალი კომპანია შეიქმნა, დაიხურა და ამავდროულად და ამავდროულად. მოკლედ ძალიან ბევრია სალაპარაკო. მოდი ჯერ დავიწყოთ შენს კომპანიაზე. რა მიმართულებით მუშაობს, რა ტიპის თამაშებს ქმნის და უშუალოდ შენი როლი ამ ყველაფერში არის, იმიტომ რომ ქართველი აუდიტორია მაინც არ არის განებირებული გეიმინგის მიმართულებით, სხვა სიახლეებზე, მათ შორის ძალიან ცოტა წარმოდგენა აქვს, რომ საქართველოში იქნება თამაშები. რამდენიმე კომპანია, პატარა კომპანია არის საბედნიეროდ და ბევრს მუშაობენ და მათ შორის შენს ინდივიდუალური ადამიანები, რომლებიც თუნდაც საერთაშორისო დონეზე სხვა კომპანიასთან თანამშრომლობენ ხოლმე. მოდი მოგვიყევი მაშინ შენ კომპანიაზე, შენს როლზე და თამაშებზე, რომელსაც მაგალითად თქვენ ქმნით და აკეთებთ. ნუ კომპანია ჩემი არ არის სამწუხაროდ, მაგრამ მე სადაც მუშაობ, ეს არის გეიმინგის მიმართულებით არის კომპანია, აუთსორსზეც მუშაობს სხვა დიდ კომპანიებზე და აქვს შიდა პროექტებიც, მაგალითად Steam-ზე არის ახლა დევს უკვე თამაში, რომელსაც ქვია Dishonored. Multiplayer first person shooter-ია, რაც ყველასთვის გასაგები რო იყოს Counter Strike-ს მოვიშველიებ და ახლობით მაგას გავს, მაგრამ ნუ კარდინალურად განსხვავდება, მაგრამ შუთერის თემაში გავს. ამაზე მუშაობთ ახლა ამჟამად და გარედან კიდე ძალიან ბევრი აუთსორს სხვა პროექტები შემოდის და მე პირადად პატარა თიმი მყავს პერსონაჟების ხავტურების და მაგათ უწევ ლიდინგს, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, მეც მუშაობ მაგათთან ერთად ნუ რთულ პერსონაჟებზე, ასე ვთქვათ. მე თვითონ მაკეთებ და ვეხმარები ჩემს თიმს რომ გააუმჯობესოს სკილები და ასე შემდეგ, რაც ხელმძღვანელს ევალება რა. აი, იცით დავიწყოთ ძალიან საინტერესო იქნება შენი დაინტერესება პირადად თამაშების მიმართულებიდან. შენ ხა 3D დიზაინში როცა მუშაობდი სკულპტინგზე და ამ შემდეგ, ძალიან დიდი ხნის წინ გაგიცალე მაგ მიმართულებაში და აი, ფაქტობრივად პირველ ნაბიჯებსაც რო დგავდი, ვითარდებოდი, ძალიან მაგარ ნამუშევრებს ქმნიდი და მე შენ გამოცდილების გაზიარებაშიც იყავი ჩართული, ხო, რომელიც საქართველოსთვის ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში დღესაც კი არის სწავლება კოლეჯებში, ან აკადემიებში, ან უნივერსიტეტებში, ან ესე კერძო მიმართულებით, იმიტომ რომ რაღაცა სპეციფიკურია. მათ შორის გეიმინგიც რო ავიღოთ, ერთეულ სასწავლებლებში, კოლეჯებში ხდება კონკრეტული პროგრამების სწავლა, მაგრამ არა საერთო სურათის, ხო, აი ზოგადად გეიმინგის არსის, ან level design-ის, ან ეგეთი მიმართულებები ჩვენ ქვეყანაში არ არის პოპულარული და ძალიან რთულია რომ ამ მიმართულებით დასაქმდე, იმიტომ რომ გიწევს რომ შენით ისწავლო, შენით გაერკვიო რაღაცეებში და პრინციპი შენს ეგრე მოგიწია, ხო? და აი რა იყო ინტერესი ამ ყველაფრის ერთი რო ავიღოთ და მე კიდე აქამდე რომ მოხვედი რა გზა გაიარე. ძალიან რთული გზა გავიარე.
მაგრამ სანამ მაგაზე მოვყვები ერთ ასეთ ხელსარიელი არ მოვედი. პირველი საჩქარი მეგონება ჩვენს მინდა ტრადიცია დარჩეს. აი ეს unboxing-ი გავაკეთოთ პირდაპირ. და ამაზე ფიქრობდი რომ მეთქი რაღაც გადაცემა უკვე გვაქვს თქო და ეგილი საჭიროა თქო. რა ჯიგარი ხარი მე და მეგონება ეხა უკვე ჩვენს ბრენდირებული ის არის. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის ჯიგარი ხარ? სხვათა შორის იმაზეც ფიქრობდი რომ აქ შეიძლება თქვენი რეკლამის ეს ალბათ ადგილი იყოს და სხვა ჭიქები მოიტანოთ და მე ხა ძირითადად წყალსვა, მაგრამ შეიძლება ღვინოც მოიტანოთ, ან რა ვიცი. კაცებს რო საკუთარი ჭიქები რაღაცა ეგრე. თან ფიქრობდი მეთქი რომელი მხრიდან თქო, მაგრამ შეიძლება ანუ რომელი მხრიდან ხო დიდად ესე? ვერ მოიფიქრეთ, ანუ პირდაპირ წინა მხრიდან რომ იქიდანაც ჩანდეს. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ რა. ამით მე რაღაცა აღნიშნოთ შეცავარს. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ, ძალიან გამიხარდა. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, მოკლედ ჩემს დაინტერესებაზე დავიწყებ ლაპარაკს, ალბათ ბავშვობიდან დავიწყებ ამ თემაზე ლაპარაკს. ხატვა ღრმა ბავშვობიდან მიყვარდა, ჯერ კიდევ ბაღში რო დავდიოდი, მაშინ რაღაცა მახსოვს ის ნახატი დღესაც მონადირე ესურის არწივს თუ რაღაცა ფრინველს ჰაერში რომ მიფრინავს და ის არია გარჭებული და ქვემოთ მონადირე ისრით დგას რა. და პირველი ფიდბექი იყო, მაშინ მამაჩემის თანამშრომელი ქალი იყო. მონადირესაც ჰქონდა ეს თვითონ ის არის მშვილზე ეკავა და იმასაც ფრინველსაც გარჭებული ჰქონდა ეს ის არის და ანუ რატო არისო იქაც და იქაც. თუ ისროლა არ უნდა ქონდეს. პირველი ფიდბექი ეგ იყო რა. თუმცა როგორც დღესაც ფიდბექებზე არ ვარ ესეთი ნეგატიურად განწყობილი. და ამიტომ ალბათ ესეც დამეხმარა რომ ადვილად ავითვისო ეს. რაც შეეხება თამაშებს, ჩემი ბავშვობის დროს არ იყო არანაირი კომპიუტერული თამაშები, თუმცა ამერიკაში კომპიუტერები უკვე იყო, საქართველოში არ იყო რა თქმა უნდა და Nintendo და რაღაც ეგ ხო, ეგეთები არ იყო. ერთადერთი იყო, მაშინ ატრაქციონებს დავყავდი მამაჩემს, ნუ მე სოხუმიდან, აფხაზეთიდან ვარ და მანდ იყო რაღაც აი ესეთი ფორმის წყალქვეშა ნავებს რო აქ ხო იცი რაღაც თვალზე გასაკეთებელი ეგეთი არ ვიცი მაგ მოწყობილობას რა ქვია და ეკრანზე ხედავდი რომ რაღაც გემი მოცურავს და ასე ღილაკის დაჭერით ესურია მაგრამ მე მაშინ ეხა რო ვიხსენებ მაშინ მახსოვს როგორც თითქოს ეს იყო რაღაც ანუ ციფრული გამოსახულება იყო მაგრამ მე რომ მოვიძიე ეს ინტერნეტში რა რაღაც თურმე ქაღალდის ხო რაღაც ისე მაგარი ანიმაციების ხო მაგრამ ეფექტი ქონდა რომ ანუ თითქოს რაღაც ანუ ტელევიზორში უყურებ ეგეთი ეფექტი აი იქიდან შემიყვარდა რა მამაჩემს დავყავდი იქიდან მე სხვა იზომეტრიული თამაშები როგორც არის ისეთი აწყობილი პანორამებს რო აწყობენ ხო იცი ეგეთი თამაშებიც იყო რა მანქანა დადიოდა სასტრაფოს მანქანა ეგეთი იყო და ბავშვებიდან ძალიან ყავ. მე ნუ ეს 90-იანები უბედურება და ასე შემდეგ და უკვე თბილისში რო ჩამოვედი უკვე ეს 8 ბიტიანები წამოვიდა სუპერ მარიო და ასე შემდეგ და კონტრა სუპერ მარიო და ნუ სუპერ მარიოს მერე უფრო ცოტა ესეთი Battletoads and Double Dragon მახსოვს ეგეთი თამაში იყო და აი მაგან ძალიან დიდი შტაბეჭდილება მოახდინა მივხვდი რომ თამაშებში უკვე მარტო რაღაც აი ხტუნაობა არ არის მარტო თამაშები უკვე რაღაც შინაარსიც შეიძლება ჩაადო და იქიდან მივხვდი რომ აი მე მინდა რომ აი სულ ეგ ვაკეთო რა თუმცა მე ეს 90-იანები ჯერ კიდევ 90-იანები იყო ჩემი სტუდენტობის დროს და მაშინ იყო ორი პროფესია რა. ერთი იყო ეკონომიური, ორი იურიდიული რა. აი ეს წარმოდგენა არ მქონდა რომ აი მხატვრობით შეიძლება რაღაც შემოსავალი ქონდეს რა. ამიტომ ავირჩიე იურიდიული. ხო და ზოგადად მათემატიკის მიმართ ნიჭიერი ვიყავი. მაგრამ იმდროში ალბათ რო გამოსადეგი მათემატიკას არ უყვარს გამოტოვება რა. აი რაღაც ნუ იქ ომის გამო ერთი წელი
ფაქტურად გამიცდა მეხუთე კლასი. მთლიანად გამიცდა და ამიტომ მათემატიკაში ჩამორჩი. რაღაც პერიოდის მერე დავეწიე, მაგრამ ისეთი როგორც საჭირო იყო, ვერ ვიყავი რა. და ავირჩიეთ ჰუმანიტარული ასე თუ ისე რაღაც და მივხვდი რომ მეორე კურსზე მივხვდი რომ ეგეც არ არის ჩემი და მარტო ის უნდა ვაკეთო რაც მინდა. მე იქ ფინანსური მდგომარეობის გამო ბარში ვიმუშავე, 12 წელი პროფესიონალი ბარმენი ვიყავი. და უკვე საქართველოში ვიმუშავე 5 წელი, მერე წავედი მოსკოვში, იქ ვიმუშავე 5 წელი და სხვადასხვა ამ დიდმა ქალაქმა მანახა ის, რომ შენ შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა და იმითვე იშოვო ფული. თავარი გიყვარდეს, რასაც აკეთებ რა. და ყველას, აბსოლუტურად ყველას იმას ვეტყვი, რომ ამ ციფრულს, ნებისმიერ პროფესიას, მაგრამ განსაკუთრებით ციფრულს და ხატრობას რაც შეეხება, თუ არ გიყვართ და აი ფულის გამო არა. ხო, აი უნდა გიყვარდეს რა, იმიტომ რომ თავიდან რომ დავიწყე, ხშირად დებდი ჩემს ნამუშევრებს, ეხლა რო უყურებ ძალიან საშინელებას. მოდი ის თქვი რა, რამდენი წლის იყავი, რომ ფაქტობრივად ბავშვობინდელ ჰოპს დაუბრუნდი და განაახლე სწავლება, ხო? აი ეგეც რო თქვა, იმიტომ რომ ბევრისთვის კიდე წარმოუდგენელია ხომ, რომ აი ბავშვობიდან თუ არ დავიწყე და ახლა თქვენ ბავშვებს გქონდათ რაღაცეები და ეხლა აბა რა ვქნა და რაღაცა რა. ხო, იცი რა არის, აი ბევრს მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ აი იმაზე ფიქრით, რომ აი ეხლა მე რო დავიწყებ და რაღაცა როდის გავხდები პროფესიონალი, ამასობაში ამ ფიქრში გადის წლები რა და ერთი წლის წინ რო დაგეწყო უკვე რაღაცა იქნება. რაღაცა იქნებოდი რა და აი ესეთი მიდგომით მივდექი მეც მაშინ სხვადასხვა არ ვიყავი პატარა რო შევიცვალეს პროფესიონალი დავიწყე ნოლიდან ახალი პროფესიის ათვისება 34 წლის ვიყავი და ძალიან მაგარი, ანუ არაფერი ძალიან ჩაოლებრივი ასაკია რა ესეთი რაღაცები. კი, სხვადასხვა აქ პრობლემა უფრო მგონია, ვიდრე რაღაცა ისეთი რადიკალური. კი, ანუ ნებისმიერ საქმეში წვეთს რო დაამატებ, რაღაც შედეგი გექნება რა აუცილებლად. ეხლა გამომდინარე იქიდან რომ ფინანსური მდგომარეობაც არ მაძლევდა მის საშუალებას რომ ესე წამოწოლილიყავი და 5 წლის განმავლობაში მე სწავლა და მე დამეწყო მუშაობა ერთ წელიწადში დავიწყე მუშაობა. ანუ ჩემი იმ დროინდელი ცოდნით შესაბამისი ხელფასით რა. ხო, პატარ-პატარა პროექტები და გამოცდილებასაც გიგროვებს, ხო ეს ხო. ჩვენ პროფესიაში კარგი ის არის რომ ანუ შენი დონის შესაბამისად შეგიძლია ანაზღაურებაც იგივე იქნება რა. რაც უფრო გაიზრდები, მით უფრო მეტი შემოსავალი გექნება რა და მაგით კარგი არის რა. მაგრამ თავარი ის არის რომ ანუ მე დაბალ ანაზღაურებაზეც მე უფასოდაც შემეძლო მუშაობა და ბევრისთვის საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამიკეთებია უფასოდ რაღაცეები. უბრალოდ რომ აი გამოცდილება, ურთიერთობა და ასე შემდეგ. რასაც თქმა მე ეს ინვესტიციად უყურებ მაგ ყველაფერს რა. რას კომპანია ან რაღაცა დამკვეთი თუ არა, ვისაც მაგალითად შენს გაწყობს და იმასაც აწყობს, რომ ესე უფასოდ ითამაშოთ. მაგრამ უკვე რაღაც პერიოდის მერე შეიძლება რომ კონტაქტი ნაცნობობა და ის რესურსი შენი გამოცდილებას მე უფრო დიდ რაღაცაში გადაითარგმნოს და გამოისახოს ხო? $300 დავიწყე, აი $300 მქონდა თვეში, ესე დავიწყე. პირველი შემოსავალი ეგ იყო, მაგრამ ჩემთვის თავარი იყო რომ აი რაღაცა არის რა, აი რაღაც ჩემს ნაშრომში ძალიან დაბალ ხარისხიანში ვიღაცა იხდის ფულს, თუნდაც იმ $300, ხო? ну მე გაიზარდა მეც დავიხვეწე მე იქ სხვადასხვა ფრილანს შეკვეთებიც ჰქონდა და გავიზარდე და მე მივხვდი რომ უფრო ანუ სერიოზულად დამოვკიდო გეიმინგი რა ხალ მაინტერესებდა აი გეიმინგს უმიზნებდი და მთავარი ანუ დრო რამაც შემიმცირა აი ამ ეგრევე მუშაობის დაწყებაში ის არის რომ მე ზუსტად ვიცოდი რომ მინდოდა გეიმინგი და ზუსტად ვიცოდი რომ მინდოდა პერსონაჟები სკეთება რა. ანუ ზოგი არის ხოლმე რომ აი სამდეს ჯერ დაიწყებს, მე რაღაცა წელი, 2 წელი სწავლობს და მე ირჩევს მიმართულებას, მატერიალ არტისტი, რა, ტექსტურ, რა ვიცი, ტექნიკალ არტისტი და environment არტისტი და ასე შემდეგ. ხო და მე ეგრე ვიცოდი ამან დროს ზოგადად ანუ ინტეგრირების დრო შეამცირა, მაგრამ
ხო, კონცენტრირებული იყავი, იცოდი რა გინდოდა, იქ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რა, რომ თავიდან თუ განსაზღვრული რა გინდა. რა თქმა უნდა, სამუშაო არეალებიც გიმცირდება და ის გზა რაც უნდა გაიარო, უფრო ესეთია, კონკრეტულად დაგეგმილი რა პირობითაც რა და ეგ რა თქმა უნდა ამარტივებს რა და ალბათ ყველა ადამიანს ის მომენტი რომ იპოვოს რა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მეც ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე. მეც დამჭირდა ეგ დრო რომ რაღაცა მიმეკნო და ეხლა მე მგონი ვიცი რაც მინდა რა. ხო, სხვათა შორის კვლევა რაშიც დამჭირდა, ეს არის მე ვიცოდი რომ გეიმინგი მინდოდა, საქართველოში აბსოლუტურად არაფერი არ იყო მაგ დროისთვის. რამოდენიმეჯერ მგონი CG George-ის Facebook ჯგუფში დავწერე რომ ვინმე ხო არ ასწავლის თქო, მაგრამ პასუხი არ მიპასუხეს რომ ისევ შენით ჯობიაო, იმიტომ რომ აქ არაფერი არ იყო და თავიდან 3D Max სწავლობდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა უნდა მესწავლა რა. და მე შემდეგ შემთხვევით წავაწყდი CD Projekt Red-ის ვაკანსიას, სადაც ეწერა მოთხოვნილებები. ეწერა Zebra-ში მაია, Substance Painter-ი და რაღაცები და აჰა, ესე იგი ეს არის საჭირო. და მე უკვე დავიწყე კურსების ძიება, სადაც ყველაფერს ასწავლიან, ჩამოყალიბებული სადაც არის. ჩაუჯექი ამ კურსებს, ვისწავლე და დავიწყე. მე შენ აბიჯები მაგრად მახსოვს რა, იმიტომ რომ მაშინ CG-ში მეც რაღაცა აქტიურად ვიყავი ჩართული და ეხაც პრინციპში, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევდი ხოლმე, ბევრი დრო მქონდა უფრო და ყველა ადამიანის ნამუშევრა სულ ადენებდი ხოლმე თვალს და შენ იმდენად ხშირად პოსტავდი. თან სულ პროგრესება ჩანდა რა, თან რაღაცა დაიწყების კურსს რაღაც დადებდი, მე გავითარებული და ეს რა ძალიან მაგრად ჩანდა ხოლმე რა. მე რაღაცა ერთობლივად კურსიც რაღაც შენ აკეთებდი კურსებს, იმიტომ რომ თვლიდი რომ რაღაცა გაზიარების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოში არ ისწავლებოდა ეს ყველაფერი კარგად, CG-ს ბევრმა ადამიანმაც გაიარა ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში მე უკვე როცა პირველად გავიგე რომ გეიმინგის მიმართულებით მუშაობ და მათ შორის საერთაშორისო რაღაც რამდენიმე თამაშიც ქონდა ხო ფრილანს შეკვეთები რამდენიმე თამაში თუ შეგიძლია რა ხსენება მაგ თამაშების მაგაზეს რომ მოგყე რა გამოცდილება იყო უშუალოდ უცხოეთში აი ამ მიმართულებით მუშაობაზე იმიტომ რომ საქართველოში მაინც არ იყო მაგ დროისთვის ისეთი ბაზარი რომ 3D პერსონაჟები ვინმე საჭიროებოდა ხო ესია მაგ პერიოდში განსაკუთრებით რა ხო საქართველოში საერთოდ არ იყო ეგეთი მოთხოვნა რომ ვინმე პერსონაჟები დაჭიროებოდა ნუ ყველა ცდილობს რომ მინიმალური ხარჯებით ეს მოახდინოს და ამიტომ რაღაც პერსონაჟები მახსოვს ვიღაცას ვაჩუქე უბრალოდ გააკეთე რაც გინდა თქო რაც შეეხება უცხოურებს ესეთი სოციალური თამაში არის Second Life ქვია, მაგაზე მუშაობდი დიდი ხნის განმავლობაში. რაღაც პრომო ის რო არის Formula 1-ის ბოლელი არ მახსოვს დამავიწყდა სახელი. მეც ვიყავი Formula 1-ზე, მაგრამ აზი არ ვარ. მოკლედ ხო და აი მაგის კოსტუმებს ვაკეთებდი და ასე შემდეგ. ეგ იყო ბევრი აი უცხოეთი თამაშის უსაკეთებდი მაგის კოსტუმებს? არა, რაღაც ანიმაციებს აკეთებდნენ, აი ის რო გაიმარჯვებდა რაღაცა პერსონაჟი იყო შექმნილი და კოსტუმებს აკეთებდი მაგ იმისთვის ესე. მე შემიძლია ჩაგიგდო ის. ხო, რაღაცა ამოვანათებ რა, იმიტომ რომ ეგ მე არ ვიცი, იმიტომ რომ შემუშავდი ხომ რაღაცეებზე, კი რაღაც ნაწყვეტებს ხანდახან ხედავდი, მაგრამ მაინც მეწილად სამ არ დაიდებოდა რაღაცა ესე საჯაროდ არ შეგეძლო, ხო რაღაცეებზე ესე. შეზღუდული ვიყავი და ეხლაც ბოლო ნამუშევრები რაც დავდე მანდაც შეზღუდული ვიყავი რა, დადება შეიძლება თუ არა და ასე შემდეგ და ну მე უკვე მომწესუფლება. იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ ეტაპამდე მივიდა თამაში და უკვე შეიძლება რა პირიქით რეკლამას გამოდის და ამიტომ სხვადასხვა კურსებს ამ თვეში ვაპირებ კიდე. ძალიან მაგარია. მე სიამოვნებით შემოგიერთდები. გავიხსენებ რაღაცას.
ხო და უცხო ну ქართულ დამკვეთთან შენ არ გიმუშავია, ხო? თუ რა იყო რაღაცეები? ანუ მე რაღაცა მაინდა რომ პარალელები გავაკეთო. გეიმინგის მიმართულებით არა, რაღაც ზოგს რაღაც დაზგაზე უნდა და რაღაცის დაბეჭდვა და აი ეგეთი 3D პრინტერზე რაღაცები, თორე გეიმინგის მიმართულებით არაფერი საერთოდ. ხო, მოდი მაშინ გეიმინგზე ვილაპარაკოთ რა, იმიტომ რომ ეხლა ძალიან აქტუალური რაღაცეები ხდება, ხო? აი GTA 6 რაღაცა რელიზები იყო, ახლა გადაიწია რაღაცებით, რაც ის მოლოდინიც ალბათ ყველას ქონდა მაგ პერიოდში, ხო? და GTA 5, რომელიც 13 წლის წინ გამოსული, ხო? რომელმაც თავის დროში გაყიდვებით რაღაცეებით, პირველი რაღაცა სერიოზული ბუმები, ხო? რაღაც 3 დღეში 3 მილიარდი და მე რა თქმა უნდა ემატებოდა და ამავდროულად და ამავდროულად. და 13 წელია, ну, სულ არის რაღაცა მითები რო აი ხა წერს და გასულ წელს იყო ოფიციალურად ის ანონსი იყო, რომ აგერ მუშაობთ და იქნება საბოლოო ჯამში 2025-ში. 26. ეხა უკვე 26-ში კი. და კიდე რაღაცა გეიმინგის ინდუსტრიაზე ზოგადად ეს პანდემიის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვნად რაღაც ზემოქმედებები იყო და ინდუსტრია გეიმინგის ძალიან სწრაფად იცვლება რა და მოდი აი ზოგადად ინდუსტრია რო განვიხილოთ და ამ GTA 6-ის როლზე აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა გავლენა რა მოლოდინებია ზოგადად ეგეთი კაფიო რაღაცა სხვაობა იქნება ამის გამოსვლის მერე თუ არაფერი შეიძლება თუ ანუ აი ზოგადად რომ მიმოვიხილოთ მოკლედ ეს ნაწილი რა ну კოვიდის თემიდან დავიწყოთ კოვიდ პანდემიამ ზოგადად გააჩინა ძალიან ბევრი remote სამუშაო და ისეთი ქვეყნებისთვის სადაც გეიმინგ ინდუსტრია არ არსებობს ну მაგხრივ კარგი იყო რა ანუ ისე არ ვიცახი რაღაც ბოროტულად უბრალოდ გააჩინა ბევრი ციფრული სამსახური ხო დისტანციურად remote მუშაობის შესაძლებლობა გააჩინა და ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცა იყო საშუალება ხო ძალიან ხო კარგი შესაძლებლობა იყო და ეს ამან გამოიწვია ის რომ ბევრმა ინვესტორმა ზოგადად ვინც დაინტერესებულია გეიმინგით ძალიან ბევრი ფული ჩაიდო ამაში რა მაგრამ მე უკვე რომ შეიცვალა სიტუაცია და გამოვიდა ყველა უკვე ამ მდგომარეობიდან ისევ ძალიან მოუჭირეს ფინანსებს ასე ვთქვათ რა და პლუს ამას დაემატა აი ამ GTA-ის გამოსვლის მოლოდინიც რა იმიტომ რომ ყველას ანუ ძალიან ბუმბერას კომპანიებსაც გეშინია GTA-ის იმიტომ რომ ეგ არის ფლაგმანი ზოგადად რა ანუ მარკეტს აღარაფერი გამოვა ალბათ ხო ანუ ახლო რამოდენიმე თვე ალბათ ინტერვალი იქნება და მერე გამოვა თამაშები და იმიტომ რომ ნუ მართლაც საოცარი თამაშია ძალიან დიდი მოლოდინებია მაგრამ ეგ მოლოდინებზე მე მახსოვს Cyberpunk-ი ხო რაღაც მანდაც ძალიან დიდი ჰაიპი იყო და თუ ანუ GTA-ს არ აქვს ეგეთი ცუდი სახელი მით უმეტეს უკვე რაც წინა ვერსიები ვიცით საკმაოდ ცეთია ხარისხიანი დახვეწილი შემდეგ და როცა Cyberpunk-ი გამოვიდა ყოველთვის ადარებენ ხოლმე GTA-ს რა იმიტომ რომ იქ რაც გრაფიკები, გეიმის ნაწილი, დიზაინის ნაწილი რა ყველაფერი აბსოლუტურად რა მაგრამ ეხა ის ახალი ბოლო ტრეილერიაც დაიდო მაგაზეც სერიოზული ბუმია იმიტომ რომ იქ რაღაც სპეციალური გრაფიკები თმის იქ ლუდირო იმაშება წყლის ანიმაცია და რაღაცეები იძახიან რომ ძალიან სერიოზული ის არის წინსვლა არის მაგ ნაწილში რა ну იცი რა არის სინამდვილეში ეგ რაც არის მანდ გამოყენებული ძირითადად ანუ გაუმჯობესება რაც არის გრაფიკულად ძირითადად არის შეიდერებზე ნახო ვინც იცის ეს უბრალოდ არაფერი რთული არ არის მაგაში მაშინაც შეიძლებოდა მაგის გაკეთება უბრალოდ მაშინ არ ქონდა ისეთი მძლავრი კომპიუტერები რომელიც შეიდერებიც გაიქაჩა ასე ვთქვათ ანუ წინსვლა არის განათებაში და ტექნიკის ალბათ ხო და ამ შეიდერებში რა ის ოფლი რო წვეთავს ყანზე და ეს ყველაფერი შეიდერია მათ შორის რო სუნთქავს და დასაცმელი რომ მოძრაობს კი სხვათა შორის ანუ თამაშებში ყველაზე რთული რაც არის თმა რა თქმა უნდა ეს ძალიან მაგარი პროგრესი არის ძალიან კარგად არის ახლა ამ GTA-ში თმები გაკეთებული და FIFA მქონდა ხო მე მგონია ერთ-ერთი პირველი FIFA-ში იყო ანუ FIFA-შიც და იმაშიც UFC-შიც არის UFC-ში ხო მაგრამ
აქ რაც ნახე ბევრად ძალიან მაგარი პროგრესი თან ანუ სირთული მდგომარეობს გრძელ თმებში და ანუ ერთმანეთთან გრძელი და ეს ბუჩქი თმები რო რაღაცა ხო ეს რაღაცა ის როაცია ბეწვიანი და ამ ბეწვიანზე ხუჭუჭა თმები როგორ მოძრაობს ნუ ძალიან მაგარი გაკეთებულია და ეგ არის ერთი სირთულე და რაც ძალიან ტვირთავს კომპიუტერს და მეორე არის ტანსაცმლის სიმულაცია რა ტანსაცმლის სიმულაციას რაც შეეხება იქაც შეიდერი არის ამ GTA-ში არ არის რეალური სიმულაცია არ არის გაკეთებული თუმცა ახლა გამოიგონეს ახალი ტექნოლოგია ანუ AI-ის დახმარებით და ანუ მარტივად რო ავხსნათ აკეთებენ დაუშვათ ხელის რაღაც 5000 მოძრაობას და ამ 5000 მოძრაობაზე ტანსაცმლის ქცევას სწავლობს AI და იმაზე მერე აკეთებს ანუ რეალურ სიმულაციას აკეთებს ოღონ უკვე წინასწარ გათვლილია ყველაფერი და კომპიუტერს არ აწევს კილობაიტების თემა ხო ანუ და პირველი თამაში რომელშიც ეგ იქნება გამოყენებული არის მე მგონი კაპიტან ამერიკა რო გამოდის ახალი აი 1955 რო მარველის თამაშებიაც მინახია დიათ არ გამჩენია სრული თამაში იმის მხოლოდ რომ მარველის ფანი ვარ როგორც ფილმების და კომიქსების Unreal Engine 5-ზე გამოდის ეგ და აი მანდარი ეგ გამოყენებული ეგ ტექნოლოგია რა ტიპის თამაშია როგორც ეხა იყო ეს ბოლო ნაწილები Iron Man-ი რაღაცა ეგ ყველაფერი ერთად ჩადებული და არა იქ იმაზე იქნება თელი ისტორია ანუ მაგის არის ამერიკა პანტერა კი ტრეილერი არის პანტერა და ეს იქნება ამერიკა ოკეი და 1945 წლებში ხდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდია ხო თემატურად ეხა როგორც შეიფერება საინტერესო იქნება ძალიან ალბათ ესე იგი ტანსაცმლის მაგ ანიმაციას პირველში მან გამოიყენა აი FIFA-დან კიდე რაც მახსენდება ის ბურთი რო იმაში როგორც კი რო არ წყალობს და დეფორმაცია და რაღაცა მე მგონი ეგ ნაწილიც არის ამაში ხო ეგ blend shape-ების შეიძლება იყოს მე ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი მაგრამ ან შეიდერით ან blend shape ეგეც არ არის რთული ტექნოლოგია პრინციპში blend shape-ები ნუ God of War-ში და ასე შემდეგ სხვა თამაშებში ძალიან ბლომად გამოიყენება კი ანუ წინასწარ გათვლილი ფორმე ანუ არის დასკულპტული დაუშვათ გაშლილი ხელი და არის მოხრილი ხელი სადაც კუნთი ამოწეულია რა და იდეაში ორი მეშია რა ერთმანეთს ცვლიან უბრალოდ ორი სკულპტი და რაც შეეხება GTA-ის გამოსვლის თემა ანუ გამოსვლის მერე ნუ პროგნოზირებენ რომ ისევ აღდგება ეს გეიმინგის მიმართ ნდობა და სიყვარული და ასე შემდეგ და ინვესტიციები ისევ წამოვა და AI-დან ხა ისევ ძალიან ბევრი ვაკანსია გაჩნდება და ამიტომ მოემზადეთ ისწავლეთ ამას ურჩევდი ყველას რომ ერთი წელი გაქვთ მეგობრებო აუ კიდე ძალიან ეხლა ხან AI ვახსენე რა ბარემ რო შევეხოთ AI-ის როლზე ან შენ თქვი რომ AI იმაშება და შემდეგ რა როგორ გამოიყენება ეხა AI-ებს და მათ შორის კიდე ერთი საინტერესოა არის აი ინტელექტუალურ საკუთრებაზე სულ არის რა ეს დავა AI-ის თულებთან დაკავშირებით რა არის თუ არა უკვე ინტეგრირებული რაღაცა პროგრამებში თუნდაც აი Zebra-ში სადაც შენ მუშაობ იმიტომ რომ Photoshop-ში ილუსტრატორში რაღაცებში ხო არის რა ინტეგრირებული რაღაცების გენერაცია შეგიძლია. მანდაც თუ არის, ხა მე არ მქონია შეხება და ამიტომ არ ვიცი და რამე იგით თუ დაამატეს ბოლო პერიოდში, ან ხურაპირები. აი ესე კონკრეტულად პროგრამებში არა, ნუ რენდერებშია დამატებული, მაგალითად Maya-ში რაღაცას რო არენდერებ და ვიპორტში რაღაც სატრიალი, თალკე რენდერში იმას გიგდებს. მე მაგალითად კრეას ვიყენებ. ანუ კონცეპტ არტისტის ვიყენებ ძირითადად რა. მაგრამ ეხა თამაშებში სინამდვილეში AI ჯერჯერობით ვერ შეცვალა. ანუ ადამიანი ვერ შეცვალა ჯერჯერობით და ანუ ყველაზე მაგრად კონცეპტ არტს შეუტია როგორც ასეთი, მაგრამ აი ესეთ კომპანიებში, ოფიციალურ კომპანიებში აი სუფთა AI-ის კონცეპტებს არავინ არ იყენებს რა. ანუ უმრავლესობა ეხა ჩვენთან როგორ ხდება? ხატავს კონცეპტერი ანუ ნარატივიდან გამომდინარე რა არის ჩადებული ამ პერსონაჟში და ასე შემდეგ ხო კონცეპტერი ხატავს და მე უბრალოდ ზემოდან აი ფილტრივით ადებს რომ რაღაც უფრო მეტი
ტანსაცმლის ნაკეთი გამოჩნდეს იქ მატერიალის რაღაცა ანათებს ან ტრიალა, აი ესეთ რაღაცებში და მეც მაგალითად სკულპტინგს რო ვაკეთებ. აი დავუშვათ დავსკულპტე რაღაც რეფერენსის მიხედვით ტანსაცმელზე ნაკეთები გავაკეთე და აი ფიქრობ რა დავამატო, სადმე ხო არ ჩავამატო, ამას შეაგდებ იქით დავსკრინავ, შევაგდებ, აჰა და მე აი ესეთ რაღაცებს იგივე ანატომიაზეც ნახავ. სახის ანატომიაზე ნაკლებად, მაგრამ ტანზე მაგალითად შემიძლია გამოვიყენო და აი კუნთისა დავამატო ან სად ხო, დამხმარე ის არის. კი, დამხმარე ინსტრუმენტია. ტექსტურირებაზეც იგივე, ანუ აი რა კომპოზიცია, აი ფერების ეხლა მე მაგალითად მხატვრული განათლება არ მაქვს. ვსწავლობ, ჩვენი პროფესია ხო იცი, სულ მუდმივად სწავლა და აი ფერების შეხამება, აი კომპოზიციის თეორია და ესენი ჯერჯერობით იმ დონეზე არ ვარ, რომ აი თვალდახუჭულად და რაღაცა, ამიტომ ვიყენებ ხოლმე მაგასაც. აი შენ სწავლაზე տեղან მივიდა მე თქვა და დამავიწყდა უცებ და ეხა გამოვიყენებ ამ შანსს, რომ იმ პროფესიებზე რაც მაგალითად დროებით მოგიწია მუშაობა და შენ განსხვავება ხო ისა, ეხა მე პირადად მე ესე უყურებ ამ ყველაფერს, რომ ეხა ხარ იქ სადაც რაც გიყვარს და ახლა მე არ წარმომედგენია რომ ის საქმე რაც გიყვარს ეგ მოგბესდეს, მოგწყინდეს და შეწყვიტო განვითარება და სწავლა. ხო აი რაღაც წარმოუდგენლად გონია რა, მეც, იმიტომ რომ მეც იქ ვარ რაც მიყვარს და ანუ ხა ბუნებრივია რომ რაღაცეებზე მეტად გირჩევნია და იქ ბევრ თავისუფლად გზნო თავს და აი ეგ იყო მოწოდების ამბავში ხალხისთვის რომ აუის პირველ რიგში ის არ დაივიწყო რაც უყვართ ჰობი იქნება ეს თუ რამე პროფესიის ნაწილიაც ინტერესი აქვს თან შემდეგ იმიტომ რომ რაც გიყვარს რაც გაინტერესებს იქ რა დაღლილი ვერას ვერ იქნები რა ხო სხვათა შორის ამაზე გამახსენდა აი თავიდან რომ ვიწყებდი ან ჩემს პროფესიის შესწავლას ხშირად როგორც ახსენე ხშირად დებდი ხოლმე ჩემს პროგრესს და ნამუშევრებს და შემდეგ და ძველი თანამშრომლები მწერდნენ აი სად გაქო ამის ნერვებიო რა და გულში ფიქრობდი ანუ ნერვები ხო პირიქით სიამოვნებას ღებულობ ანუ ვაფშე ნერვებს არ ვხარჯავ რა ეხლა ვისაც არ უყვარს ხო მაგისტვის აუ ამას უსუიეს სტილუსი იქეთ ან რამდენ მოძრაობას აკეთებ ხელით ხო და ჩემთვის პირიქით, აი, ჩემი მეუღლე ერთადერთი რაზეც ეჭვიანობს, ეს არის ჩემი სამსახური. იმდენად მიყვარს რა. თან ის არის, მან ხო ყველა სატომოს უნდა ხომ ეს სწრაფი შედეგი რა. ეხლა აი თანამედროვე დრო ისეთია, რომ აჩქარდა რა ხალხიც უფრო აი ახალგაზრდები განსაკუთრებით რა. ჩვენც ახალგაზრდები ვართ, მაგრამ მაინც ინფორმაციის მოძიების პროცესში უნდათ ყველაფერი ჩქარა, აი TikTok-ი 30 წამი 1 წუთი რაღაცა და ის რაღაც მუღამები მე რაც აი ამ სწავლების პროცესში რომელიც ხანგრძლივი შეიძლება იყოს, რასაც მე ეს აღრთვანება მოაქვს, ეს სიამოვნება მოაქვს, ეს ემოციური კავშირები, შენ რაღაცა მაგარი გამოგივა რა. ანუ ეგ ხო თალკე სიამოვნებაა და აი ეგ მაგას მაზავარ მგონია ყველაზე მეტად რა. იმიტომ რომ მე რო უყურებ ხომ ხშირად რა, აი ჩემი ძმისთვის მაგალითად, ეგეთი ცუდი ნამუშევრის ან დაუმუშავებელის ან დაუმთავრებელის ან რაღაცა სერიოზული ხარისხის ცოტა ის არის რა, სასიცხვილო შეიძლება იყოს, რომ აი რაღაცა, მაგრამ მე პირიქით ძალიან მიხარია, რომ ეგეთ რაღაცა რო დავდებ და მე ერთი წლის მერე შევხედავ, რომ ნახე რა ეს ამას ვაკეთებდი შარშან და ეხლა ხო ხვდები, ან უფრო სიამაყეს და ის სიამოვნების შეგრძნების ნაწილში ბევრად უფრო ის არის რა. მეტ мотиваციას გაძლევს. ანუ ზოგადად ხო პროგრესი როცა ჩანს, როცა ხედავ რომ პროგრესი გაქვს, ეგ უფრო мотиваციას გაძლევს. ანუ ეგ ვარჯიშებში, ფიზიკურ ვარჯიშებშიც ეგრეა რა. ხშირად ანუ ტრენერები ესე ასწავლიან ხოლმე რომ აი გადაიღე ხოლმე სურათები რა. ანუ before after როგორი იყო. კარგად დაინახავს იმ ცხოვრებას. როცა იმიტომ რომ ეს ხო გრძელვადიანი პროცესია რა და როცა პროგრესს რო ხედავ ის რაღაც მომენტში იღლები ხო და პროგრესს რო ხედავ ეს мотиваციას გაძლევს და აგრძელებ და ამიტომ მაგრამ ზოგადად ახალგაზრდების დღეს ზოგადად ცოტა რთული გახდა იმიტომ რომ აი ძალიან ინფორმაციის სამყაროა რა ეხლა ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის და ამის გადამუშავების ეგ ახლა პრობლემა ეხლა ამ ეტაპში. მან იცი რა არის მე უყურებდი ერთი ესეთი რუსი ფსიქოლოგი არის თანამედროვე ანდრეი კურპატოვი ქვია რა.
და მაგან ჩაატარა, მაგის კვლევას უყურებდი და მაგან ჩაატარა ესეთი კვლევა, რომ ну იქ სხვა კვლევებზე დაფუძნებით Twins აქვს 3 მოუდი რა. ერთი არის ცენტრალურ აღმასრულებელი მოუდი, რომელიც აი ინფორმაციას ღებულობს, აი მაგალითად ფილმს ან რაღაცას უყურებ და ამუშავებ. მეორე არის მოუდი, რომელიც პასუხისმგებელი არის სამყაროში ორიენტაციაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, რა არის პრიორიტეტია, რა არის პრიორიტეტია. მაგალითად მიდიხარ ქუჩაში რა და რო არ დაეჯახო მოძრაობას აკეთებ. აი ნავიგაცია. ხო, რაღაც გადაწყვეტილებას ღებულობ. აი განსაკუთრებით განვითარებული აქვს ეგ პარკურს, ვინც ვარჯიშობს იმათ. და არის მესამე თურმე მოუდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, ეს არის აი თამაშების ტერმინით რო ვთქვა, აიდლი რა, როცა არაფერს არ აკეთებ. აი უბრალოდ ზიხარ და აი წერს უყურებ და ფიქრობ. იმიტომ რომ აი მაგ დროს მოდის რაღაცა იდეა და აი ევრიკა, აი მაგ დროს შეგიძლია შენ ვერ იტყვი ფილმს უყურებ და რაღაცაზე იდეა არ მოგივა რა, ან რაღაცას ვარჯიშობ და არ ვიხარ, იდეა არ მოგივა. იდეა მოგდის, როცა არაფერს არ აკეთებ რა. და თურმე ჩვენს Twins ჭირდება დღეში 23 წუთი მინიმუმ. რო არაფერი აკეთებ. რო აიდლის მდგომარეობაში იყოს რა. იმიტომ რომ მაგ დროს, ანუ განსაკუთრებით ახალგაზრდებში 25 წლამდე, ну კვლევას ვიმეორებ უბრალოდ. 25 წლამდე ფორმირდება Twin-ი, აი ამ 3 მოუდს შორის ხდება აი ქსელების გაბმა რა და ადამიანის Twin-ი სწავლობს რაღაც დაზეპირებულ სიტუაციაში მოქმედებას კი არა, აი მორგებას და ადაპტირებას სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციაში რა. და ამ დროს ჩვენი Twin-ი ხაფანგში ეხება, რატო იცი? იმიტომ რომ დღეს როგორ გინდა ხა 23 წუთი არაფერი არ აკეთო, როცა აი ტელეფონები, აიპადები, ტელევიზორები, აი ძალიან რთულია მოექცე აი ამ მსგავლენის ქვეშ არ მოექცე რა და ამიტომ ესეთი დაავადებას შეიძლება დავარქვა ციფრული აუტიზმი ახალგაზრდებში გავრცელებულია, როცა აი იკრიბების სასტავი, იკრიბება და ყველა ტელეფონში არის. ხო. იმიტომ რომ ეს სოციალური გაუცხოებას იწვევს რა და რთულია ძალიან. და კონცენტრაციის თემასაც აქვეითებს, რასაც ძალიან ჭირდება, ხო, აი პროფესიას რო. კი, აი. ნებისმიერს არ მაგას მოვაყოლე, რომ აქ ჭირდება გაფილტრის უნარი, მაღალი, უნდა გქონდეს გაფილტრის უნარი, კონცენტრირების უნარი და აი ინფორმაციის მოძიების დრო ეს უცებ პასუხი თუ არა, აუ ამას ან წასაკითხია და უშოთ რა, ეგ რაღაც აი მაგალითად ეს ტექნიკური რაღაც რო ვთქვათ, რომ ნორმალების დაბეიქება რა. მან რაღაც დიდი სტატია უნდა წაიკითხო, რომ კარგად გაიგო. და ამის წაკითხვა თუ ეს კონცენტრირების უნარი არის, რთულია. ხო, კონცენტრაციის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ხა დღეს ყველასთვის, არა მარტო ახალ თაობაში, ხა ყველასთვის ჩვენთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან რთულია და იმისთვის ვინც ეს ქსელები არ გააბა თავის დროზე, და ჩვენ მაინც გარდამავალ პერიოდში გავისარეთ მე ჩვენ მოვასწარეთ რაღაცები, ხო და ფაქტობრივად ჩვენ რო ვისდებოდით, მაგ დროში არაფერი არსებობდა, მე ნენელა იქმნებოდა და მე გაჩნდა რა და ჩვენ რაღაცნაირად იმ დიდ გვერდების საკითხვა მოგვიწია, რომ ეგენი აგვიჩვისებინა. აი როგორც აი იმ დღეს ქონა კაი მაგალითი ჩემს მეგობრს, რომ უცხოენას რო სწავლობთო, იმის გრამატიკაო და ტექნიკაო ფეროდ უფრო კარგად ვიცით, ვიდრე ჩვენი ბუნებრივისო რა, უმეტეს შემთხვევაში და არა ერთეული ნაკლისი, ხა ქართული გრამატიკის და ფილოლოგია არავინ არ არის, ხა დაბადებულ საუბარში ვიყენებთ და ხო და რასაც სკოლაში გვასწავლიან ხო მაგრამ ეგეც ხო არ არის იმ დონეზე რა დონეზეც მაგალითად ფილოლოგი შეიძლება საუბრობდეს ან იყენებდეს იმ ქართულ მდიდარ ენას როგორც საჭიროა ხო და როცა უცხოენას სწავლობ ინგლისური იქნება ეს რუსული თუ ნებისმიერი სხვა იქ მაინც შენ გიწევს ამ ყველაფრის სწავლება ანუ შენ უფრო კარგად ირკვევი იმ ყველაფერში
ანუ ჩვენ მოგვიწია ამ ტექნიკის სწავლება, რომ რაღაცა აგვეთვისებინა და ახალი თაობა იბადება უკვე ამ ტექნიკის ეპოქაში რა, ბავშვობიდან იცის გამოყენება 2 წლის ბავშვმა მობილური და ყველაფერი იცის იდეალურად რა. ხო და აი ეგ ნაწილია რომ ესე აი მაგის საფუძვლები არ იცის და ხო რა და შესაბამისად დასერჩვა იქნება მოძიება ინფორმაციის რომელიც ჩვენ დროში ზართული იყო და არაფერი არ იშოვებოდა და რაღაც შენ კურსი თქვი და ანუ ქართულ ენაზე ხო ზემეტია საუბარი და რა ვიცი, ზოგადად ინტერნეტიც ძალიან წირი იყო, ხო? ეხლა კიდე პირიქით, ანუ ეხლა ChatGPT-ის ხანა არის, სადაც შეიძლება კითხო, რაღაცა 2 წამში მიიღო ინფორმაცია, ხო? Google-ის მაგივრად უკვე GPT-ის და სხვა ეგეთ პროგრამები შეიძლება გამოიყენო რა. ხო და აი ტექნიკა გვაქვს ჩვენ ალბათ დეგუნარი, რომ რაღაცეებში გავერკვეთ უფრო ისე თან სირთულეს კიდე ის წარმოადგენს, რომ ეს ზოგადად ადამიანის ტვინი ისეთია, რომ მორგებული არის უფრო მარტივ ინფორმაციას ძიებაში რა და კონტენტ მეიკერებმაც ეგ იციან და ამიტომ კონტენტს მარტივ კონტენტს ქმნიან რა. აი მაგალითად იმავე კვლევაში იყოს წარმოდგენილი რაღაცა მეცნიერული ნაშრომი და აქეთ კარდაშიანის ინსტაგრამი და რა თქმა უნდა ტვინი აქეთ მიდის და შესაბამისად ახლა ჩვენი ორგანიზმი შედგება იმისგან, რითაც ვიკვებებით, ხომ? ნუ ზოგადად ეგრეა. და ტვინიც ეგრე არის, რითაც ვკვებავთ ტვინს, ის არის ჩვენი ტვინი და შესაბამისად ჩვენ თუ ამ ნაშრომებს არ ვკითხულობთ და ამ კარდაშიანებს უყურებთ, ხო? აზროვნებაც შესაბამის კარდაშიანია და მსგავსი. კარდაშიანის უკანალიზი. დაგვიფაროს რა. ხო და ანუ საშიშროება არის ზოგადად ანუ ცოტა რეალისტურად რო შევხედოთ არის იმის საშიშროება რომ სამწუხაროდ არის საშიშროება რომ ძალიან სუსტად მოაზროვნე თაობა მივიღოთ. ხო. რაღაცებში არიან მაგურად ნუ შევებრძოლოთ. კი, რაღაცებში არიან ძლიერები, ეხლა მარტივია, რა თქმა უნდა და ის არის, მაგრამ აი მე რო უყურებ ხოლმე მაგალითად სამეცნიერო კვლევებს ამ სწავლების, განათლების სხვა საგნების თემაში, ყოველ წელს საშუალო არითმეტიკული ქულები უფრო იმაშება რა, იკლებს. ანუ პირობით 10 წლის წინ თუ იყო x-ი, ეხლა არის -x - რაღაცა 1 2 ან 3 რა მნიშვნელობა აქვს რა. ხო, აი მაგალითად ეხლა AI-ში ხო რაღაც თავისი პრომპტები უნდა ჩაუწერო, რაღაც გამოსახულება მოხდეს. შეიძლება იმ ახალგაზრდამ კარგად ჩაწეროს და ვიღაცა მეცნიერმა 60-70 წლის მეცნიერმა ვერ მიხვდეს როგორ გამოიყენოს, მაგრამ სხვა სიტუაციაში ხო, რა თქმა უნდა. მოდი აი ახან AI-ის კიდევ დაუბრუნდით ამ ნაწილს. შენ გავიკერა შენ საქმეობაში აი კონცეფტის ნაწილში, თუნდაც ტექსტურების ან რაღაცა უკვე დამუშავებულ ობიექტებზე კიდე რა ვიცი, დამატების სიახლეების. კიდე გაგაწყვეტინებ, რაში შემიძლია რომ გამოვიყენო, ხო, მაგალითად, როგორ გავემარტივო სკულპტი. აი, ავიღოთ ხშირად ზიბრაში მქონდა ეგეთი შეკვეთები, რომ რაღაც ნახატი არის და ამ ნახატისგან იმ დაზგაზე რო ამოჭრა, გჭირდება depth, ანუ ბარელიეფის შექმნა არის საჭირო რა. ეხლა ანუ ნებისმიერი სურათიდან, ну, кай ხარისხის უნდა იყოს. AI-ის მეშვეობით მარტივად შეგიძლია ალფა მეპი, ანუ შავ-თეთრი გამოსახულება ამოიღო მარტივად რა და ზიბრაში როგორც კი შეაგდებ, ერთი ღილაკის დაჭერით ექსტრუდი გაუკეთა მოკეთ ყველაფერს. და ღებულობ ნამუშევარს. ხო, ეგ ძალიან პრაქტიკულია რა, რაღაცეებში გიწოდე კონსტრუქტორს, როცა შეგიძლია რომ უფრო კრეატიულ ნაწილზე იყო ორიენტირებული და ეს რაღაცა ტექნიკურად შედარებით შავი სამუშაოები რაც არის, უინტერესო შეიძლება იყოს. თუმცა თავდაპირველად როცა სწავლობ, მე მგონი ეგეც საინტერესოა რა, ამის აწყობა რა. კი, ისე კიდე არის სხვადასხვა 3D AI გენერატორებიც არის, რაღაც გამოსახულებიდან 3D-ს რო აკეთებენ. ხო, რაღაცები ვნახე, მაგრამ ჯერ არ გამიტესტია, ის 2D-ს რო აკეთებენ, ხო? ხო, 2D-ს. პერსონაჟის იმას არ რაღაცა. კი, მეში, ჰუიან 3D რა. მუშაობს ამ ხო? კი, გავტესტე ეგენი. ნუ რა თქმა უნდა ტექნიკურად საშინელებაა. ვერ გამოიყენებ ხო ალბათ მე. აი მაგალითად საჩელება, იცი, რაღაც პატარა ინდი კომპანია, რომელსაც აქვს იზომეტრიული view ზემოდან ხედის თამაში რაღაცა აქვს და იქ რაღაც პატარ-პატარა პერსონაჟები უნდა რომ დარბოდეს, რომელიც აი ძალიან ახლოდან არ ჩანს. აი მან პრინციპში შეიძლება ისეთ თამაშებს სადაც რაღაც Last of Us-ის დონის თამაშებს სადაც იქ სახის ანიმაციები და თუნდაც მესამე პირიდან ჩანს პერსონაჟები, მან
აუ ძალიან კარგი რაღაცა შეეხე. აღარ მახსოვდა ეგ საერთოდ და ეხა გამოდის მოკლედ ყოველ კვირაში იდება თითო სერია რა Last of Us-ის. როგორ ფიქრობ ახლა შენ ხა თამაშიც მე მახსოვს რომ შენ მათხოვე პირველი ნაწილი. ეგ ვითამაშე და მეთქი ხო არ ღადავ ეს რა არის რა ტექ საუნდი ან მუსიკა ეს გარემო რაღაცეები და ერთადერთი კარგი აი ამ ჟანრში რა ზომბი ჟანრში ალბათ საუკეთესო იმიტომ რომ ზომბის თემას რაც მინახია ხომ რა ყველგან არის რაღაც უცეფრო იჩიტებიან ზომბები რაღაცა ესე უაზროთ რა და აქ რაღაც სამეცნიერო საფუძველი უტევს რომ აი სოკოებმა რომელიც ძალიან რეალურია შეიძლება რომ ესეთი რაღაც გამოიწვიოს და მართლა შესაძლებელია თურმე ვოთ სოკოს სერიალში კარგად არის ხო სოკოს არ შეუძლებოდ ადამიანის ტემპერატურა იცოცხლოს მაგრამ თუ რაღაც ევოლუცია გაიცადა ნუ ეგ სერიოზული პრობლემაა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბევრი ამბობს რომ სადაოა ეგეც მაგრამ ნუ ზოგადად კონცეფცია ლამაზად და საკმაოდ დამაჯერებლად არის შეფუძეს ძალიან მაგრად ხოდა მოდი ხე ადაპტაციაზე ვილაპარაკოთ რა თამაში შენც ვიცი რომ ძალიან მოგეწონა როცა ითამაშე ეგ და ინდუსტრიის პიკია პიკი ხო მაგ ჟანრში განსაკუთრებით არა მარტო ჟანრში მე ზოგადად ვიტყოდი ზოგადად აი თამაშების ინდუსტრიის პიკი არის ეგ თამაში ვერ ვიტყვი რომ ობიექტურად შემიძლია შევაფასო იმიტომ რომ თამაში თავიდან ბოლომდე დაღეჭილი მაქვს და სერიალს როცა ვუყურებ აი რაც ეფექტი არ მაქვს რაღაც სიახლის ეფექტი აი მაგალითად Game of Thrones რო ვუყურებდი იქ ძალიან მინდოდა ჯოფრი რომ ვიღაცას მოეკლა რა და აი ძალიან ემოციურად იყო ჩართული და ნერვიულობდი და აი ყოველ სერიას რა მე მგონი ერთ თვეში ვუყურე ყველა სეზონს იმიტომ რომ გვიან დავიწყე ყურება რა და აი ძალიან აქ ვერ განვიცდი აქ თამაშს რო თამაშობდი მაშინ განვიცდი იმიტომ რომ ეხლა თამაში უფრო დახონძლულია იქ რაღაცა კარგი საუნდებით მუსიკით რომელიც თან დაყვება პერსონაჟს ძაფრდება რაღაც მომენტებში მოულოდნელობის ეფექტი ხო იმიტომ რომ თამაშისგან ამას არ ელოდები რა თან ანუ მე ზოგადად თამაშებს ყოფ ორ ნაწილად ეს არის შეჯიბრებითობითი ხასიათის თამაშები სადაც არის გეიმიფიკაცია რაღაც ეგეთი დოტა რაც კაუნტერი ავიღოთ რაც ეჯიბრები და არავით არ მნიშვნელობა არ აქვს რეჟისურას გრაფიკას ზოგიერთი კაუნტერის მოთამაშე ყველაფერ გრაფიკას თიშავს ანუ რაც ჩრდილებს ინგი და ბალზე კონდეს ანუ მაგისტრის თავარი არის მოიგოს ხო და მაგას სპორტსმენად ვთვლი მე არ თქვილად არ ქვია კიბერსპორტი ხო მე პირადად თამაშობ მულტიპლეიერი არ მიყვარს თამაშობ სადაც შინაარსი დევს და ეს Last of Us-ი რეჟისურით და ყველან აი ზოგი იძახის რომ თამაში არის შურის ძიებაზე და მე ვიტყოდი რომ პირიქით თამაში პატიებაზეა აი ბოლოს აი ეგ თუ არ იცი აი ბოლოსაც ხდება აი ხე კაკას ამ სეზონში ალბათ იქნება რა ხო არ დავასრულებთ მაგრამ ეგ თუ არ იცი აი მე მგონი ეს საჭირო იყო რომ იქნებ მისულიყო რა და აუც მაგაზე დიდი პატიება მე არ ვიცი რა ანუ სინამდვილეში მან ორივეს მაგად ეშლება თან რა ხო ორივეს ეშლება და თან მან რა ვიცი სინამდვილეში იმას კი არ პატიობს თავის თავს პატიობს ხო თავის თავს პატიობს რომ მაშინ გაბუტული იყო იმაზე ჯოელზე აი ეგ არის მთელი თემა კი, იმიტომ რომ ვერ მოასწრო ბოდიში. არ ულაპარაკია, ისე მოკვდა ჯოელი. ეგ შეგვიძლია ვთქვა უკვე იყო ეგ სერია რა. და ესო დაიდება ალბათ კიდევ 2-3 სერია და ყველაზე მეტად მაგას განიცდის, რომ ბოდიშის მოხდა ვერ მოასწრო. ცოტა აბსურდის გამო გაუბრესდა რა. ხო. ანუ ერთია რომ შეიძლება უნდოდა იმას ელის რომ თავი გაეწირა, აი კაცობრიოს გადასარჩენად. მაგრამ ჯოელმა იქ დაინახა რომ შეიძლება ვერ გადაერჩინა საერთოდ და ტყუილად მომკვდარიყო რა ელი ხო ეგი მომენტი იყო რომ თავის ტვინი უნდა ამოეღოთ და არიცოდნენ ეს იმუშავდა ხო 100%-იანი გარანტია არ იყო ხო და მაგის გამო გადაწყვიტა ეგ თან მანამდე იცოდა რომ მინიმუმ სიკვდილი არ მოუწევდა ამ ადამიანს ხო თან მან როგორი თემა იყო ეს ელი იმუნური გახდა იმიტომ რომ შობიარობის დროს უკბინა იმან ხო ზომბმა დედას ეს სერიალში და ანუ სოკოენ დავდი უკვე ქონდაო ისე პასიურ რეჟიმში და ანუ იმუნიტეტი ქონდა მაგის გამო რა ხო ანუ იმან გადაჭრა ისა მაგრამ როგორც ჩანს ვერ მოასწრო საბედნიეროდ ანუ სისხლში მაინც მოასწრო იმან
ხო და 100%-იანი გარანტია არ იყო. მაგრამ მან ბევრი თეორია არის რა. იქ მე თამაში სერიალში არ ვიცი როგორ აჩვენებენ, მაგრამ ბევრი თეორია იმასთან დაკავშირებით, რომ მარტო ელი არ არის ეგეთი. და მე მაგალითად ფიქრობდი, რომ ებიც ხო არ არის თქო, აი. შეიძლება ის. მაგრამ ეგეთი ფაქტი არ მახსოვს, რომ უკპინეს ან რაღაც ეგეთი. მან არის ერთი მომენტი უთქვა თუ არ ვიდი თქვი. მან არის ერთი ესო დაიდება ალბათ იქნება რა აციები გამოსა. ხო, ანუ მან არის ერთი მომენტი, სადაც ელი შერბის ამ ების ეძებს რა ბოლოსკენ უკვე. ხო. აი უკვე დაჭერილები რო ხავთ? ხო და დაჭერილებს რო გამორბიან ეს დაჭერილები, ტყვეები, მონები რო ყავთ რა იქ და ეს ტყვეები გამორბიან და ამას ნაკვენი აქვს ელის. აუ ეგ მომენტი აღარ მახსოვს ვაფშე. ამას ნაკვენი აქვს და ეს ელი შემორბის და ანუ ების ეძებს და სად არისო რა კითხულობს იქ კაცი კაცები არიან და ერთი ქალია და ის იძახის რომ ნაკბენი არისო. კითხვას სვავს და ის პასუხობს რა. ხო, ანუ რაღაცა დატოვეს ხო რაღაცა ის არის. ხო, სად არის ებიო და ნაკბენი არისო და იქ არისო რა. ანუ ეგრეც გამოდის, ხტები? ხო და რომ მიდის. ხო, ებისთან რომ მიდის, ზომბი არ არის ები. ამ დროს. და ამიტომ გაჩნდა თეორია, რომ ისიც იმუნურია. და იცოდა ნეტა მამამისმა ეგ ამბავი, ეგ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არა მგონია. თავისთვის თუ გაწირავდა ისე სასიკვდილო. ხო, მან ხო იყო ეგ თამაშიც თუ სერიალშიც ჩანს ეგ კითხვა, რომ ეს ეკითხება, რომ შენ მე რო ვიყო იზამდიო და არ პასუხობს ის ტირის. ხო. ეგ ზედი თემა. აუ, ეხა იც რა ამახსენდება? რა არ მახსენდება პროფესორეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ხნის წინ ვითამაშეს მეორე ნაწილი და თამაშის მეორე ნაწილში ეს ჯოელს რო კლავენ ანუ მაყურებლის მხრიდან ვიცით რატო კლავენ? ანუ ები რატო კლავს ჯოელს იმ მომენტში როცა კლავს თამაშში ხო რატო ვიზახით ეხა სერიალში ეგ თქვენს რა თავიდანვე რა და მე თამაში მახსოვს რომ ები გზიზხდება იმიტომ რომ ამიტომ კლავენ და მე ებითო თამაშობდი ყველა იძახდა რომ რატო თამაშობთ ებით და რაღაცა მთელი ამბავი ზიზღი იყო და ბოლოსო ირკვევა აი რაღაც შემქმნელი მომენტში ბოლოს ირკვევა რომ ესია და მე ხდება ეს პატიებაც და ყველაფერი რა და ეხლა რაღაც მომენტში უკვე მაყურებელს გააგებინეს რომ ები ამის გამო მოკლა ჯოელი ან შური იწია და ის აღარ დატოვეს აი ბოლო კულმინაციული მომენტი რაც არის შერიგების რომ ერთმანეთს უგებენ და პატიობენ და ამ შემდეგ რა აი ეს მომენტი აღარ დატოვეს ალბათ რა თუ შეიძლება არასწორად დამახსოვრდა არ ვიცი ზუსტად რა სიმართლე გითხრა მეც ეგრე მახსოვს რომ მოთამაშე მარიცის ები ვინ არის ხო და მე იგებ რა რაღაც იმაში პროცესში თამაშის პროცესში ანუ იცი თან როგორი თემა არის კი ზუსტად ეგრე იყო იმიტომ რომ მე როდესაც თამაშობდი და ჩემთვის ვიღაცა ები მოკლა ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ჯოელი აი ძალიან ზიზღი მქონდა მეთქი ვინ არის ეს რატო მოკლა ვიღაცამ რატო მოკლა ჯოელი მაგრამ მე და თან როგორი თემა იყო იცი აი როდესაც თამაში ხო ანუ ორ დიდ ნაწილად არის ჯერ ელი და მე ების და მე ისევე აი იქ სადაც ელის პირველი ნაწილი მთავრდება, აი ისე მიდიოდა თამაში, თქოს მორჩა, აი იქ ებიმ აპატია, როცემა რა. აპატია და მე ფიქრობ, რომ აი მეთქი აქ მორჩა, სულ ეგ არის, აი ესეთი შიში გამიჩნდა თამაშის დროს რა და მე უცებ რომ ისა მე ამოვისუნთქე და მივხვდი რომ Naughty Dog-მა მოვიდა და სილა გამაწნა ასე და ხო, მაგრამ აი ეხა უფრო მეტად იმაშვები რა, ანუ ამაგაც შეკრეს, პერსონაჟი შეგაცისხეს, მე გაგაცნეს, შეგაყვარეს და ბოლოს ვაფშე ორივე პერსონაჟი რაღაცა ტანდემი იყო, კულმინაციური სცენა ძალიან მაგარი იყო და თან მაგარი ის არის რომ კულმინაციური სცენის აი ეს მომენტი ქავერი იყო თამაშის გამხსნა რომ შედიოდი მენიუში ეგ იყო ეს ნავიოტივტივი და რაღაცა რა ანუ რამ ხელა კარგი ბმები ანუ კარგი რეჟისორაზე რო თქვი წერა აი ძალიან მაგარი იყო ეგ ნაწილი აი ამ ნაწილიდან გეიმინგზე ახლა ვსაუბრობთ და პრინციპში ახლა ფილმების ნაწილი რო შევეშოთ ძალიან საინტერესო არის აი ტექნოლოგიაც ვახსენეთ ხო GTA-ზე რო თქვით რომ ეს რაღაცები იყო შეიდერები რაღაცები მაგრამ
თუნდაც ტექნოლოგია არ იყო გამვითარებული, სახში არ ქონდათ კომპიუტერები იმ სიმძლავრის რო ეგ ყველაფერი გაეკაჩა და გამოეყენებინათ. ეხა ეგ ყველაფერი არის, იმიტომ რომ რა ვიცი, Nvidia ყოველ კვირაში ისეთ მაგარ რაღაცებს შვებს, რომ რა ვიცი, მისი აქციების ფასები ვარდება და ვარდება, ხო? ძალიან მაგად მუშაობენ და არა მხოლოდ Nvidia, ხო, ტექნოლოგია კომპიუტერული რაღაცეები ძალიან მაგად ვითარდება, აგერ კვანტური კომპიუტერი და ანუ ეს უკვე წელს იქნება და რა მოკლედ ძალიან მაგად ვითარდება ეს ტექნოლოგია და როგორც კი ტექნოლოგია ვითარდება, ეს ინდუსტრია, რა თქმა უნდა, უფრო იზრდება და უფრო მეტად იხვეწება, თუნდაც გრაფიკულად, თუნდაც უფრო რეალისტური ხდება და ამავდროულად. აი ამ ნაწილში ბოლო წლებში არ მინდა რომ გამომჩეს და ესეც ძალიან საინტერესოა, VR AR-ის ამბავი რა, იმიტომ რომ ხა სულ მახსოვს რომ 2013-14 წლიდან აი იცახიან რომ VR-ის ეპოქა იწყება. ყოველ წელს რა VR-ის ეპოქა იწყება. VR-ის ეპოქა იწყება და მას შორის ხა შაშან გამოუშვა ისა Apple Vision Pro და მაშინაც იგივე რაღაცები დაიწყო. ხალხმა დაიწყო უფრო მეტად VR-ში გარკვევა, აგერ მეტად მე Quest 3 და Quest 3S და რაღაცები გამოუშვა და ამ მიმართულებით კიდე სხვა ინტერესებიც გააჩინა. ხო და რას ფიქრობ, რამდენად შეიძლება რომ თამაშები იქცა ფილმებივით პრინციპში და შეიძლება უფრო მეტად საინტერესოს და აზარტულად რა, ეხლა აი Last of Us მაგალითი მოვყევით რა. ეხლა იქ ყველაფერი რო წარმოვიდგინოთ რომ VR-ით შეგეძლოს, ანუ შენ როგორც პერსონაჟის ხედვა კონდეს ეგრე რო ითამაშო. რამხელა რა მაგარი შედეგი შეიძლება იყოს და თან კიდე გზნობდი ამ ყველაფერს რაღაც შესაბამისი კოსტუმით ან რაღაცეებით. ალბათ ეგ ფილმებშიც ბევრჯერ იყო, ხო, ეგეთი ტიპის თამაშები არის რაღაცეები, სადაც მომავალზეც საუბრობენ ამ გეიმინგის რაღაცეების, ნუ ერთ-ერთი ეგ არის რა. რომ შენ იყო, შენ შეიგზო პერსონაჟის ის განცდები, რასაც თამაშის პერიოდში იღებს. რომ შენ როგორ უყურებს ზოგადად VR-ის ამბავს? ამ ეს თემა მოწყვეტ და მე ვისაუბროთ კაკას ეს მომავალი როგორ ფიქრობ, აი ტექნოლოგიასთან ერთად გეიმინგის სად იქნება? ნუ რაც შეეხება VR-ს, მე პირადად ძალიან დიდი მოყვარული ვარ ზოგადად VR თამაშების. AR-ზე ვერ გეტყვი იმდენს, მაგრამ full VR თამაშებზე ძალიან მინდა რომ განვითარდეს. იმიტომ რომ ძალიან ანუ თამაშები ხო იყოფა პირველი პირიდან თამაშები და მესამე პირიდან თამაშები და მე მაგალითად პირველი პირიდან თამაშს flat screen-ზე არ ვაღიარებ საერთოდ. ხო. ანუ კი თამაშობ რა თქმა უნდა იგივე Call of Duty იქ რაღაც სხვა თამაშებს. მაგრამ აი VR-ის გამოცდის მერე ანუ აი იგივე Cyberpunk იყო, აი Cyberpunk-ზე CDPR-საც მივწერე მეთქი, აი რომ უშვებდნენ და პირველი პრომოები და რაღაცეები რო იყო ტრეილერები, მივწერე რომ მეთქი გეხვეწებით არ გააკეთოთ პირველი პირიდან თქო რა. მივწერე და აი თან რაღაც არგუმენტები და მთელი სტატია დავწერე რატო. და მიპასუხეს, ნუ მოკლედ რა ვთქვათ, მიპასუხეს რომ გავითვალისწინებთ თქვენს აზრებს და დიდი მადლობა და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც გააკეთეს first person-ი და მე VR-ში გავტესტე, ხო არის რაღაც სხვა მოდებით და რაღაცები და ნუ იმის გამო რომ native VR-ი არ არის, ვერ ღებულობ იმ შეგრძნებებს, მაგრამ ზოგადად ახლა მაინც ქალაქს რო უყურებ VR-ში ძალიან მაგარია, ხო. უბრალოდ იმ გრაფიკას ახლა ვერ ღებულობ, რაც იმ თამაში არის და რო ვერ ღებულობ, ეგ დანაკლისი აქვს. ხო და რა შეიძლება ანუ VR-ის შემახსოვს რომ ერთ-ერთ თუ რაღაცას გემას ბოლას თამაშობდი მაგასაც VR-ში. კი, აი ძალიან მე ერთხელ გავტესტე და სულად გავხდი, ძალიან რთულია. ხო, ანუ მოსახოშო შედიხარ და რაღაცა თელი. კი, ანუ სიმულატორებისთვის VR-ი აი რაღაც პიკი არის. ძალიან ანუ VR-ის თემა რა არის, იმერსიულობა, ხო, იქ შიგნით უნდა მაქსიმალურად უნდა დაიჯერო რომ იქ ხარ, ხო და ეხლა ბევრი თამაშები, ანუ პრობლემა VR-ის ის არის, რომ ბევრი თამაში კეთდება ისა სტაილაიზ და მულტფილმის ვიზუალებით რა და დამაჯერებელი რო არ არის, ბევრი მოთამაშე არ ყავს რა და შესაბამისად ანუ VR თამაშების მხრივ არ ვითარდება. იმიტომ რომ VR-ის სისტემა იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ მაღალ გრაფიკებზე რაღაც თამაში გაუშვას რა.
და არა ეგ ნაწილიც ხომ მოგვარებად ეხავთ საუბარია კი არა პრინციპში უკვე არსებობს ეგეთი cloud სისტემები სადაც თამაშები cloud-ზია და შენ screen-ს იყენებ უბრალოდ რა ჯერ არ არის ჯერ ისე ხო სხვათა შორის იმის თქმა მინდოდა რომ VR-ის თემაში ჩვენ ახლა მაგალითად საქართველოსნაირი პატარა ქვეყნები VR-ის თემა ერთადერთი რაშიც შეგვიძლია კომპანია სხვა დიდ კომპანიებს გაუწიოთ კონკურენცია ეს არის VR-ი იმიტომ რომ იმისთვის მომგებიანი არ არის დიდი ფული ჩადოს VR თამაშებში და მაღალი ხარისხის თამაში გამოუშვას იმიტომ რომ იმდენი მოწყობილობა არ არის რომ მილიონობით გაყიდვა ქონდეს და პატარა სტუდიისთვის საკმარისია რომ საკმარისია და რამდენი მილიონად გაყიდის და მორჩა რა თანამედროვე ეს Unreal Engine-ის ხელმისაწვდომობა და აი მაქსიმალურად რეალისტური ვიზუალის თამაშის შექმნა მარტივი გახდა. ხა ადრე რაღაც ძალიან ძლიერი კომპიუტერები გჭირდებოდა რომ უნდა ეს shadow map-ი და რაღაც წინასწარ bake-ი უნდა გაიკეთებინა რომ ლამაზი ყოფილიყო თამაში. ამას სახლის კომპიუტერზე ვერ გააკეთება რა. და Unreal Engine-მა და ცოტა ძლიერმა სისტემებმა უკვე ის შესაძლებლობა მოგცა რომ ასეტები დააწყო ყველა ხო მარტივად. სახშიც ანუ შედარებით, ну რა თქმა უნდა, მაინც high-end კომპიუტერებია, მაგრამ შედარებით ბიუჯეტურ ფასებში ნორმალურ კომპიუტერს ააწყობ, რომ მაგარი ვიზუალი გააკეთო რა. და მაგის შესაძლებლობა გვაქვს, რომ VR-ით შეგვიძლია კონკურენცია, რაღაც კონკურენტ უნარიანი რაღაცა თამაში გავაკეთოთ. და თავარი ის არის, რომ უნდა იყოს რეალისტური თამაში. ანუ VR-ი უნდა გჯეროდეს, რასაც თამაშობ და მეც ანუ რბოლებში, აი იმიტომ რომ თავიდან მე ანუ offline თამაშობდი ამ რბოლებს და მე ცოტა რომ გავიარე ასე ვთქვათ წრთნა, გადავედი online-ში რა და აი მან აი სხვა დონეა online თან უნდა დაიცვა ეს წესები რბოლას თავისი თემები აქვს რა, არ უნდა დაეჯახო, აი მაშინ უკვე ეკარგება თელემოღამი. უნდა დაიცვა წესები, როცა უნდა გაატარო და გიწევს გატარება და გაატარო ბრძოლას რო გიგებს იქ და ძარაში რო შემოვა უკვე იქ უნდა გაატარო რა, ეხა არ უნდა გადააგზო ხტები და ამ წესებს რო იცავ და წესების დაცვით თამაშობ, აი ძალიან მაგარი ემოცია. თან VR-ში გჯერა, თან ოფლი მოგდის რაღაცა აი სასწაული განცდები. ზართული მე რო ნახე, ანუ ძალიან სულად გავხდი რაღაცა. ხო, ეგ მიჩოვის ადაპტაციის თემა, კი. ფილმი იყო ხა გამოსული სხვა შორის. მას Gran Turismo, ხო. რო აი მოთამაშე, ეგ რეალური ამბავია მართლა. კი, რეალური ამბავია. ხო, ანუ წარმოიდგინე ხა იმას რომ VR-ი ქონოდა ალბათ რა. და ალბათ რა ვიცი, ახლა თუ აი სიმულატორები რა, ესეთი ტიპის კარგი ხარისხიანი სიმულატორები მათთვისაც აი სპორტსმენებისთვისაც ამარტივებს რაღაცებს, იმიტომ რომ შენ შეგიძლია დანახარჯების გარეშე რაღაცა სხვა ტესტირებები, სხვა გზები გაიარო, აი თვისო რაღაცები, ხო? ყველაზე მაგარს გეტყვი ხარ. ეს რა ქვია, მართვის მოწყობა ავიღე არც თუ ისე დიდი ხნის წინ რა. VR მოწყობილობა უკვე მქონდა. და მაშინ ქალაქი არ იყო, მოედანზე იყო მარტო. და ჩავიჭერი რა, ბევრჯერ, 6 ჯერ ჩავიჭერი. მოედა 6 ჯერ, 5 ჯერ ჩავიჭერი მოედანზე და ერთი ანუ რვიანში. რატომღაც არ ვიცი, ნახა არ მქონდა მანქანასთან წვდომა და რა, სულ ესე მასწავლებელთან ის მიწევდა და ვიღაცამ გააკეთა VR-ის სიმულატორი? არა, რუსთავის მოედანი გააკეთა სამდეში რა, ასეთა კორსასთვის თამაშია ეგეთი და ბესომ ხარ გააკეთა? გონი, არის და გადმოვიწერა და ვივარჯიშე მან VR-ში რა, VR-ით. წავედი და ჩავაბარე. აუ, ძალიან მაგარია და. ხო და ისიც რო არის, ხო, Microsoft Flight Simulator. ხო, კი. მანდაც ხო ძალიან საქართველოს არის მანდა რაღაცა. ხო, ძალიან რეალისტური არის თვითონ ეს კაბინები და ისინი რა და მე არ გამიტესტავს ჯერ. ჩემი მეგობრები ძალიან აქტიურად თამაშობენ. ხო და ან VR-იც აქვს უკვე მაგას და უბრალოდ ძალიან ძლიერი კომპიუტერი გჭირდება რომ ვიზუალი კარგად მიიღო და მან ხო ანუ ყველა ღილაკი ხო რეალისტი ყველა მუშაობს და აი დავუშვათ უცებ წარმოვიდგენ ხომ ეგეთე თვითფრინავის რო აიღო ისე იმაში რო არის 2012 ფილმი რო არის მან რო
უცებ თვითნავი დაგჭირდა და დაჯექი და სიმულატორით როიცი რა. როიცი და აუ ეგრე კაი ისა იდეა. ამას უეჭველი ვიცი. მაგისტრის მაინც რაღაცებს ვიცი. სხვათა შორის ტარებაშიც ხო ეგ ძალიან მაგარია. შენ ქონდა საჭე და გადამთველი ხო სიჩქარეების და სიჩქარეების გადამთველი საჭე ძალიან რეალისტური ფიდბექი აქვს. მოხდა ვის დროს წინააღმდეგობას როგორ გიწევს პედლებზეც კი ფიდბექი აქვს და აი ძალიან გამიადვილდა მაგის აი სწრაფი ტარება და რაღაც მოხდები რეაგირება და რაღაც ეგეთები ეგ ძალიან კაი იდეაა ბიზნესურათაც კი ახლა წარმოგიდგენია რომ იგივე თუ ბესოს ის არის ეგ მე მგონი ბესოსია თუ არ მეშლება ხო თბილისი როა გაკეთებული თბილისია გაკეთებული და მთელი ორი ხო და აი გაუშალ მართლა ლაივ სიმულატორი ხა იქ ძირითადად ბოლების რაღაცებს იყენებს ხო ამ დანიშნულებით ხა რაც კი მე მგონია რომ აუცი არ მსმენია ყოველ შემთხვევაში რომ ქალაქში სიარულით ისწავლო ქუჩები ისწავლო რაღაცები ისწავლო და რა ვიცი ფაქტობრივად შენ რამდენი რაღაცას ზოგავ ხო ერთი რომ დროს ზოგავ სადაც მიხვიდე ტრენინგზე შემდეგ მეორე რომ რისკებს იმაშვები ამცირებ რომ იმას არ შეასკრე შეეჯახო და რაღაცა ზიანი არ მოიტანო სერიოზული რა ვიცი ძალიან ვიღაცების სამსახურს დაგარგავენ ხო მაგრამ მეორეს ხრივ მან თვითონ გახსნიან ცოტა ესეთ ინტერნეტ კაფესავით რაღაცას და ანუ ერთდროულად შეიძლება რომ 10 მასწავლებელი 10 ანუ ერთ ადამიანს შეიძლება 10 სტუდენტი მიიღოს რა ერთდროულად 10 VR ყოფილება იქნება და ყველა სხვათა შორის ახლა ნუ ეს კიბერსპორტი ხო წამოვიდა ამ VR დრაივინგ სიმულატორებზე და მაგ კიბერსპორტიც ახლა გაჩნდა და უკვე არის სკოლები სადაც ასწავლიან ამ კიბერსპორტს რეისინგ სიმულატორებზე როგორ კარგად და როგორ მოსახლეებში სად მოუხვიო და რაღაც და ბევრი სწავლობს რა მეც მაქვს სურვილი რომ ერთი კურსი გავიარო აუცილებლად ძალიან მაგარია მოგეთ VR-ს აქვს თავისი ადგილი ამ ყველაფერში და ალბათ კიდევ და კიდევ მეტად განვითარდება ხო დროის ამბავი როდის გავარდება უცებ ხო ანუ მაინც მამოძრავებელი არის ეს დიდი კომპანიები ისინი აი მაგალითად Half-Life Alyx ანუ ყველაზე მაგარი VR თამაში როცა გვახსენდება Half-Life Alyx ვიხსენებთ ხო აი რაღაც ბიძგი მაგან მოახდინა მე პირადად VR ჰელმეტი მაგიტო ვიყიდე მაგ Half-Life-ის გამო და ალბათ კიდევ უფრო მეტი რაოდენობის რო გაიყიდება ეხლა თუ არ ვწდები სადღაც 15 მილიონია გაყიდული მაგრამ ყველა აქტიური მოთამაშე არ არის აქედან მაქსიმუმ 5 მილიონი ნუ VR ჰელმეტს იყენებს ასე თუ ისე აქტიურად და ეხლა $70 VR თამაში რო გამოვა ან $100 VR თამაში ან იყიდიან ან ხო რამდენი იყიდის კიდე საკითხავია და ამიტომ ერთი მაგდენიც რო გაიყიდება VR ჰელმეტი და აი მეტამ სხვათა შორის ის გააკეთა რომ აი გააიარა ხელმისაწვდომი და ძალიან მაგარია ის რომ აი ბიოლო პერიოდია ძალიან აქტიურად მესმის გარდა თამაშებისა საგანმანათლებლო როლითაც რომ ეხლა ანატომია ამდენჯერ მეახსენე და მოდი ანატომიასაც შევეხოთ რომ ძალიან მარტივად შეგიძლია რომ ანატომიის გაკვეთილი ჩაატარო პირობითად ბიოლოგიის გაკვეთილი ჩაატარო შესაბამისი ანიმაციებით და ვიზუალების და შემდეგ გამოყენებით ძალიან მაგარ შედეგებზე გახვიდე ხო? სკულპტიც და სკულპტიც შესაძლებელია უკვე ხო? უფრო რეალურად აღიქვა ხა მე მაგალითად ჩემ ნამუშევრებზე, როდესაც flat screen-ზე რო ვაკეთებ აი წარმოსახვით თუ რეფერენსი დაკეთებ და აი ზუსტად ვიღაცის პროპორციებს ითვალისწინებ, მაშინ არ არის პრობლემა, მაგრამ თუ რაღაც წარმოსახვით დაკეთებ, ხშირად გამომდის ხოლმე რომ ჩემ პერსონაჟებს აქვს პაპარა თავი და ძალიან დიდი ტანი რა. და ანუ flat screen-ზე ამას ვერ ხედავ კარგად. აი VR-ში რო თამაშობ, ანუ VR-ში რო უყურებ, მან ხშირად ხედავ რომ უიმე რა პატარა თავი ქონია, ან რამ სიმაღლეა და რაღაც. ეგეთი ის არის. მაინც. ვაუ. და ის რა ქვია, განათლების და მე ხარ განათლების მიმართულებით უფრო უყურებ ხოლმე ამას და რა მე ახ ბოლო პერიოდში სტარტაპებიც კი მსმენია, რომლებიც მაგალითად ოპერაციებს აკეთებენ VR-ით, ეს სიმულაციებია სპეციალური, ეს ჯოისტიკებად უკვე აქციეს ეს ლანცეტი და რაღაცეები,
სპეციალური მოწყობილობები შექმნეს და თითქოს მართლა ხდება აი ამ ოპერაციის ჩატარება რა. ხოდა ამ ხელა პრაქტიკა არის ხა შენ რეალურ ადამიანზე კი არ ტესტა ოპერაციის ჩატარებას რა. ნუ მამდა რა თქმა უნდა მანეკენები გამოიყენებოდა და აშენებდა და აშენებდა, მაგრამ ეხა უკვე აი არსებობს რაღაც ტექნოლოგია, რომელთაც შეგიძლია რომ რაღაც სკანირება გააკეთო ადამიანის პირობითად რა. და ამერიკული სტარტაპი ერთ-ერთი სახელი დამაუწყო მე რა მოვანათებ, რომლებიც აკეთებენ MRI-ის და სხვადასხვა რენტგენის MRI-ის და სხვადასხვა სისტემების გამოყენებით, მიქსით აკეთებენ 3D ვიზუალიზაციას ამ სიძარღვების ყველაფრის რა, AI ეხმარება ამ ყველაფერში რომ მართლა დააკეთონ რა და ქნიან 3D მოდელებს და თავის წვლინის ოპერაცია იქნება ეს თუ რაღაც სიმსივნის თუ აი შემდეგ წინასწარ ექიმები გადიან ამ სიმულაციას. და ამერიკაში რამდენიმე დიდ საავადმყოფოში ამ ინტეგრირებულია მოკლედ ეს მოდელი და ეგეთ ესეთ პაციენტებზე სამუშაოდ ოპერაცია ჩატარდება, მანამდე ექიმებს შეიძლება საშუალება აქვთ რომ ივორჩონ წინა ოპერაციებს, ანუ რეალურ кейსი გააკეთონ რა. და ეხლა ეგ რამხელა ფაქტორია, ხო? რამხელა ფაქტორია იმისა, რომ შენი ოპერაცია ბევრად წარმატებული გახდება შემდგომში უკვე. მინიმუმ სიმულაციას გადიხარ წინასწარ, რეპეტიციას ერთგვარს. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, პროგრესი მაგხრივ კარგია. და VR-ის მსგავსი მოწყობილობები ხა ალბათ ეგ უფრო იმას იზავს, ანუ გაბეურებს VR-ის მოხმარება სხვა სფეროში რომ პროაქტიულად დაიწყებენ გამოყენებას. გინდა არ გინდა სახში ერთი VR გაჩნდება. იმიტომ რომ საგამანათლებლო როლიდან თამაშების შემეცნებითი ბევრი სხვა მათ შორის ვიღაცას მოგზაურობა უნდა და უკვე არსებობს ხო ქვეყნების 360-იანი გარემოება. რა გამახსენდა იცი ის ფილმი რო არის სუროგატები. სუროგატი ვილი გიბსონი, ბრუს ვილისი რო თამაშობს. აი წარმოვიდგინოთ რომ ნუ იქ უკვე ისინია სრულფასოვანი ალტერნატივები არის ადამიანის და რაღაც, მაგრამ ახლო მომავალში საკმაოდ შესაძლებელია ალბათ რომ რაღაც რობოტები გააკეთონ, რომლებიც შენს მოძრაობებს გაიმეორებს და ეს რობოტი ივლისი მოგიტანს მაღაზიიდან, რა ვიცი ეს. სხვადასხვა ბავშვობაში ჩემი ღრმა ბავშვობის დროს ეს მობილური ტელეფონისზე ვაფშე რო იარსებებდა და წარმოდგენა არ ქონდა არავის რა. ნუ ქონდათ რა თქმა უნდა და მე მაშინ პატარა ვიყო, წარმოვიდგენდი რომ რაღაც გადაცემა იყო, მაშინ SSR-ი ჯერ კიდევ არსებობდა და რაღაც გადაცემა იყო რუსი ჟურნალისტი, მოსკოვიდან ჟურნალისტი ელაპარაკება რაღაცა დიდი ესეთი ტელეფონივით ქონდა რაღაც და იაპონიაში ტოკიოში ელაპარაკება და მახსოვს კარგად რა. და მაშინ პატარა ვიყავ და ჩემს ძმას ვეუბნები რომ მეთქი აი რა მაგარი იქნება რომ ისეთი ტელეფონი იყოს, რომ გამოსახულებაც რო ნახო. თან. რო დაინახო, ხო? ხო, თან დაინახო, იმიტომ რომ მე ეს გადაცემა ვნახე რომ ტელევიზორში იყო და მე ეს ტელევიზორში ეს ეკავა დიდი რაღაც რაციასავით და იაპონიაში ელაპარაკებოდა, მაგრამ უცებ წარმოვიდგინე რომ აი იმაშივე რომ პატარა ტელევიზორი იყოს და პირდაპირ დაელაპარაკო თქო რა. ხო და აი ჩემი აზრით ადამიანის გონება რასაც წარმოვიდგენს და აი შესაძლებელია. ფაქტობრივად აი ვიღაცებს სამეცნიერო ფანტასტიკა იქნებოდა თუ ფენტეზი იქნებოდა, რაც არ აღიარებდნენ რაღაც პერიოდი რა, იმიტომ რომ ხა ბავშვური გასართობი და რაღაცა დღესდღეობით რა თითქმის ყველაფერი შეიქმნა, ხო? და ტექნოლოგია შესაძლებელი გახდა, იმიტომ რომ გონებასაც შეუძლია წარმოიდგინოს. თითქმის მის შესრულებასაც შეძლებს. ხა აქ არ არის საუბარი დროში მოგზაურობა, ტელეპორტი და რაღაცები, მაგრამ ტელეპორტზე რო ფიქრობ, ტელეპორტის მიზანი რა არის? სწრაფი გადაადგილება, ხო? ალტერნატივა იქნება, შეიძლება ტელეპორტი არ შეიქმნას, მაგრამ რა ვიცი, ანუ სინათლის სიჩქარეზე მომოძრავებელი რაღაცა შეიქმნას. ხო, შეიძლება სინათლის სიჩქარე არა, მაგრამ რაღაცა კონკრეტული, ხო? ხო, ну, იმას ძველი შვარცენეგერის ფილმი არის. გაიხსენეო თუ რაღაც recover თუ რაღაცა ქვია რა. ხო და მანდ არის ტაქსები იყო ჩაშენებული მძღოლებით რა, რობოტი მძღოლები. დღეს აგერა. დღეს საერთოდ მძღოლიც არა, ანუ ტაქსიც ის რაღაც
თოჯინასავით იყო და ის პასუხობდა ის ხო ახლა ძოლიც აჭირდება ხო ისე დადის თავი მათ შორის აი მეხუთე ელემენტს ვიყენებ ხოლმე ხშირად რა იქ ხო ფრინავი მანქანები 3D პრინტერი რაღაცები 95 წელსია გამოშვებული თუ არ ვწდები ეგ ფილმი რა თუ არ მეშლება ანუ 2005-ში 5-იანი მახსოვს რა არა უფრო ადრე 95-ში ხო და აი წარმოიდგინე რომ ფრინავი მანქანები ხო უკვე არსებობენ აქ არის საუბარი რომ ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი მართლაც რომ იფრინა ხო წინ გადაცემაში ერთხელ თქვი და 3D პრინტერები რა აგერ რამდენიმე წელი მილაგია და ყველას აქ უკვე ოჯახში ანუ მაგ საუბარი არ არის რაღაცა ინდუსტრიულზე და ამავე რომელიც რამდენიმე 10,000 იყის ხო საუბარი რაღაც რამდენიმე $1,000 ასეულ მოდიში $300-200 $100-შიც კი შეიძლება 3D პრინტერი იყიდა და საყოფა ცხოვრება ნივთის კი დაბეჭდა რაღაცა ყოველდღიურობაში ხო რაც შეიძლება გამოგადგეს კოუზი და ხო რა ბევრი რაღაცა შეიძლება რომ რაღაც გაგიტყა სათამაშო ბავშვი მე ძალიან მაგარი აი რაღაც მგონია რომ ოჯახში ბავშვს თუ რამე უნდა აჩქო 3D პრინტერი იმიტომ რომ ერთია შემოქმედებით იმ ხარე გაიზრდება მის რომ თვითონ გააკეთებს სათამაშოებს თავისთვის რაც უნდა რითიც უნდა რომ გაერთოს რამე თუ გაუფუჭდება შეუძლია რომ რაღაცა გააკეთოს ხო ჩემი შვილი ერთობა რაღაც მოდის ხოლმე და რაღაც ამოძრავებს უკვე. აი მე ბავშვის გამოთარებისთვის არ ვიცი უკეთესი მართლა რა, იმიტომ რომ ერთია რომ ბავშვს აინტერესებს თამაშიც არის, მოძრაობაც არის, თან შემოქმედებითი ნაწილია, თვითონ შეიძლება შექმნას ეს ყველაფერი, რავი იდეალური მგონია და თან რავი ხელმისაწვდომია რა, ეხლა ანუ რაღაც მანქანებითო დადიან ხოლმე პულტიანი მანქანებთან თვითონ ბავშვები ზიან ხოლმე. ხო, ეგრის რავი 500 ლარიდან ზევით არის და მაგ თანხაში ჩაოლებათ იყიდე 3D პრინტერს და რა ვიცი, ყველაფერს ანუ ამიტომ მეგობრებო თუ რა ბავშვი ყავთ საახლობოში საჩუქარი აჩუქეთ 3D პრინტერები ყველა ოჯახში. ხო, აი ანუ ეს რაღაცები ძალიან რეალობად იქცა და ფრინავი მანქანები აგერ ხა ფრინავი მოტოციკლეტისა იყო რაღაც ინფორმაცია და საერთოდ რა ქვია Suzuki თუ არ ვცდები გამოუშვა ეს კონცეფტი გააკეთა პანტერის ანუ რობოტი პანტერა და რაღაც ამ მოკეთ ისეთ რაღაცებია საუბარი რომ დროს ძალიან ჩამოშენილი რა ჩვენ ქვეყანაში რა ხო და რა ვიცი ძალიან მალე ალბათ ის მან ფრინავ მანქანებზე წარმოდგენ ხოლმე ესეთ ნახა შეიძლება რაღაც სულელებს ვამბობ მაგრამ აი წარმოვიდგინოთ მაგნიტი როგორც მუშაობს რა ორი საპირისპირო ანუ განიზიდავს და წარმოვიდგინოთ რომ გზები მაგნიტის გზებია და მანქანას რომ განიზიდავს გარკვეულ სიმაღლეზე რა ხო ლევიტანის არის მაგაზე ხო იყო ის უკან მომავალში რო ის არის სნოუბორდი თუ რაღაც სნოუბორდი კი არა რაღაცა ბორდი რა. ხო, ბორდია просто. ბორდი რომელიც აერბორდი და გააკეთეს ეგ რეალურად რა. ანუ ეგ თუ არ ვწდები როგორ იყო შალი ყინული. მე ჩამორჩიყო. კი რეალურად არსებობს. შალი ყინული, ნახე როგორ რაღაც არის ეს ელექტრომაგნიტი თუ რაღაცა განიზიდავს შალ ყინულს თუ რაღაცა რა და ქვედა ფენაში რაღაცა სითხე ჩაუშვეს შალი ყინულის ზედა ფენაში ეს ელექტრომაგნიტი და როგორც კი იმაშობა ანუ ისე განიზიდავს იმ სიმძლავრეზე რომ ამ საკუთარი თავიდან ზევით იწევა რა და რაღაც იმაზე შეუძლია რომ ჩაოლებოთ იმ ანუ წარმოვიდგინე ხო კი ანუ წარმოვიდგინე უბრალოდ რომ თვითონ აქ ის თავისი გამძიდვალის რა შიგნით ვარ შეიძლება იმდენად ძლიერია რომ ზევით ზედა ფენაზე განიზიდება რა ხო და ну ეგ მაგაზე უკვე მუშაობ მე რომ მუდმივი გახადა იმიტომ რომ მე მგონი თუ არ ვსებთ ხევადი აზოტი თუ ყინული თუ რაღაცასაც იყენებენ ქვედა ფენაში გასაციებლად მუდმივით უნდა იყოს რა სულ ხო და რაღაცა ტექნოლოგიების სამბავია რა ტექნოლოგიების სამბავია აგერ აუ ჩინეთში ზის ალტერნატივის შექმნა უნდათ და არამხოლოდ ჩინეთში, ამერიკაშიც და შემდეგ ამ პრობლემას შექმნა აღარ არის, იმიტომ რომ შექმნეს რამდენიმე წუთი იმუშავა ბოლო ექსპერიმენტმა რა. ამ ზის დონის ენერგიაზე აქვს საუბარი რა. აქ არის ახლა უკვე საუბარი ამ ენერგიის შენახვაზე. ხო და როგორც ჰიდროელექტროსადგურებია და იმ ხელა რაღაცები იქნება რომ ეს ენერგიები შეინახონ და მე ხალხთან მიიტანონ. აქ ხდება უკვე ამაზე რომ ამ ენერგიას რო შექმნი ამ ხელა იმას ეს სადმე შეინახო. სხვადასხვა ენერგიის წყაროზე იყო კიდე ესეთი თეორია, რომ აი დედამიწა ხო ტრიალებს გარკვეული სიჩქარით რა და ამ დედამიწაზე რაღაცა მაღალი ანძა რო გააკეთო. უნდა გამოიმუშავოს, ხო? არა, უბრალოდ ესეთ გრძელი ზუსტად არ მახსოვს ეგ როგორ. ეგ მე მგონი ტესლას ის იყო.
ნიკოლა ტესლას იდეაც იყო თავის დროზე, რომ დედამიწა ავტომატურად ენერგიის ხო რა, კი. როგორც ენერგიის წყარო. თვითონ მიწაზე ანუ უფრო პატარა ბრუნს ხო აკეთებს, მაგრამ მაღალი რო გააკეთებ, უფრო დიდ ბრუნს გააკეთებს, რა და შესაძლოა მეტ ენერგიას გამოიმუშავებს. რაღაცა მეც მახსენდება ნიკოლას ტესლას ისინი იყო რაღაც კვლევები თუ ექსპერიმენტები თუ ჩანაწერები თუ რაღაცეები, ეგეთი რაღაცები. სადღაც ამოტივირებული ინფორმაციები მახსენდება. აი, ხო და ისე რა დაუბრუნდით ხან მომავალზე ვსაუბრობთ ამ ტექნოლოგიების განვითარებაზე, რადგანაც გეიმინგია ხა ამ გეიმინგს ვეხებით, როგორ წარმოგიდგენია, რა ვიცი, თუნდაც 40 წელიწადში ეს სამყარო, ან რა ჰედსეტებით, რა ტექნოლოგიით, რა კომპიუტერით, თუ საერთოდ რა შეიძლება იყოს. იმიტომ ჰოლოგრამაც ვითარდება, VR-ით ვითარდება. აი, გეიმინგის ჭრილით რო შევხედოთ ესეთი რაღაც გამახსენდა ეხა არის ალფა დიდი ხანია ალფას მდგომარეობაშია ყოველდღე არა გარკვეული პერიოდულობით ხშირ-ხშირად გამოდის ახალი ვერსიები ამ ალფის უკვე 4 და რაღაცა ვერსია გამოდის თამაში არის Star Citizen არ ვიცი გაგიგია თუ არა Cloud Imperium Games-ის თამაში არის და ანუ ცნობილი ისა იყავს ხელმძღვანელი კრის რობერტსი, მაგას სხვადასხვა თამაშებიდან არის ცნობილი და მოკლედ კოსმოსური ოდისეა არის რა, კოსმოს მულტიპლეიერი რაღაც თელი ამბებია ამ თამაში და თელი მუღამი ამ თამაშის ანუ ყველაზე ისეთი გასაოცარი ტექნოლოგია ის არის, რომ თელი პლანეტების გენერირება შეიძლება რა. ანუ მე ერთხელ გადმოვწერე 3 და რაღაც ვერსია ალფის და მან კოსმოსურ ხომალდს იძენ. აი ხო თუ არ ელევდი. ხო, კოსმოსურ ხომალდს იძენ რაღაც $40 თუ რაღაც ერთი კოსმოსური ხომალდი. ანუ კოსმოსური ხომალდის გარეშე ვერსად ვერ წახვალ რა. ანუ ერთ პლანეტაზე გაჩნდები და რეალურ თანხას იხდი? ხო, ანუ ხომალდი უნდა იყოს. თამაშო? ხო, ანუ შენი თელი ის არის რომ იქ რაღაც შახტაში რაღაცების მოპოვება შეიძლება და ასე შემდეგ და ანუ რაღაც ესეთი თამაშია რა. და ამ ხომალდით იქ სხვადასხვა მოთამაშეები შეიძლება პირატების მეკობრეების ფუნქციას ირგებენ, ზოგი რაღაც პოლიციელის ფუნქციას ირგებს და რაღაცა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მთელი მუღამი ის არის რომ რეალური ზომის პლანეტებია თამაში. აი მაგალითად ხომალდში ჩავჯექი და რაღაც გარკვეული სიჩქარე ხო აქვს ამ ხომალდს. ნუ იქ სინათლის სიჩქარეც აქვს გადაადგილების ესეც არის. ნუ რეალური როა მისვლადების ამბავში. ხო, აი პლანეტიდან პლანეტაზე რო გაფრინდე. აი მაგალითად იქ ანუ სიმულატორის არის. კვანტურ იმას ნახტომს ხო აკეთებ რა და გაჩდი რაღაც პლანეტასთან ორბიტაზე რა. იმ პლანეტაზე რო დაჯდე რეალური 40 წუთი გჭირდება რა. და თამაშობს ამას ხალხი? ხო. და თან რა არის, ანუ პლანეტაზე რო ჯდები, ეს პლანეტა ხო ანუ დიდდება და აი თავიდან პატარა ბურთი ჩანს რა, მაგრამ ანუ დიდდება და ბოლოს რო ჯდები, აი ყველა ქვა, კენჭი, ყველაფერია რა. ანუ ისეთი ტექნოლოგია რა გენერირდება ავტომატურად რა, რაღაცნაირად ისეთი ტექნოლოგია და მე იქ ანუ NPC-ებიც ხო არის რა. ანუ ბოტები ასე ვთქვათ რა. ხოდა რომ ამ თამაშის პროცესში რა წარმოვიდგინე, იცი რომ აი ამ ბოტებს რო ეხა რო ხელოვნური ინტელექტები ხო არის რა. აი ცნობიერებასავით რომ გაუჩნდეს და ყველა თავისთვის რაღაც ფუნქციას აკეთებს, ცხოვრობს იქ რაღაცა მოძრაობს რაღაცა და აი წარმოვიდგინე რომ ეს ну იმისთვისაც ხო რომ ჩვენ რო გავფრინდეთ დავუშვათ მარსზე ან მთვარეზე რო გავფრინდეთ ხო სიტყვა მარსზე ჯერ ვერა მაგრამ მთვარეზე ხო მივფრინავ და ხო უკიგდეგანო ხო გონია სამყარო რა და იმ NPC-საც ხო მაგრამ ჩვენ გარედან ვაკვირდებით წარმოვიდგინე ანუ რაღაც მატრიცის ისა იდეა ხო ხო მატრიცი ჩვენ რომ იგივეში რო ვიყოთ ახლა ჩვენ წარმოვიდგინე შეგვიძლია ის NPC-ები მატრიცაში ვამყოფოთ რა ანუ ან ადამიანებს ასე ვთქვა. აუ ჩვენც რო ეგეთ რაღაცაში ვიყოთ წარმოიდგინე. ცა ეგ იგია. ხა ეგ თალკე
სხვადასხვა მატრიცა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი. მატრიცა კი, მატრიცა მე მგონი ამ ჟანრის ან ჟანრში ბევრი რაღაც გააჩინა რა, იმიტომ რომ მაქს მე ბევრი ეგეთი იდეა, თამაში, ფილმი. ხო, ვიზუალურად რევოლუცია მოახდინა. რეჟისორ რაღაცა და იდეაში მე მგონი მაგ სტილში შოობა თუ რაღაცა იყო ხა აღარ მახსენდება აი მაგ ჟანრში რომ მატრიცაში თითქოს მატრიცაში ვარ და რაღაცა ეგეთი რაღაცა იყო რაღაცა ხო მაგრამ მე უბრალოდ მატრიცას მე უფრო პოპულარული გახდა ეგ აღქმა და ეს არის ზოგადად საიბერპანკის და ხო მატრიცა ხო საიბერპანკია იდეაში რაღაც გარკვეულდან ნუ ხო და რა შეიძლებაოდეს რომ თამაში მე NPC-ობა მინდოდეს მაგალითად. გავიკეთო headset-ი და ვიყო რომელიმე თამაშის NPC. ხო, ანუ იქ იცხოვრო და მაგას სუროგატის ის არის. ხო, იდეაში. მე მაგას რა თქმა უნდა უარყოფითად უყურებ, იმიტომ რომ რეალური ურთიერთობა უფრო ბევრად კი, მაგრამ აქ ნახე. ნუ რა არის რეალობა ეგიდე ცალკე საკითხია. რაღაც ჩვენ ვარ თუ არა რეალობაში. ეგეცა თუმცა ის მე მგონი ლენინმა თქვა გაიქანეო და კედელს მიარტყე თავიო და მიხვდები რეალობაში ხარ თუ არაო არა ნუ ეგ რის ხო სიზმაში ვარ ხარ რომ იფსკინოთ რაღაცა ვიფსკინოთ ერთხელ ხო და ანუ საბოლოო ჯამში ახლა მე არ ვიცოდი ეს თამაში და 40 წუთი პროსა რა გურელოდება ხალხი ხო მან ანუ სიგიჟი არის უბრალოდ რა მან სხვადასხვა ერთ-ერთი კვესტი ვითამაშე რა და რაღაც მიგდებული ხომალდია ძალიან ისეთია კომპლექსური თამაშია რა ჯერ ეს ხომალდი რო აწიო ეგეც აი როგორც Microsoft Flight Simulator-ში რაღაც უნდა დააჭირო იქ მე ის ჩართო ანუ მარტივი არ არის რა მე იქ რაღაც შიდა ვალუტა უნდა გადაიხადო რომ გაგიხსნან შლუზი და აფრინდა და რაღაც ეგეთებია რა და იქ კვესტი რო აიღო იქ უნდა შიდა ვალუტა უნდა გადაიხადო ახალი კოსტუმი რო იყიდო იქაც არ ვიცი მთელი ამბებია და კვესტი იყო რაღაც მიგდებული ხომალდი გაჭედილია სადღაც და იქ დარჩენილია რაღაცა ტვირთი რომელიც მისატანი იყო სადღაც და ვიღაც კომპანია იხდის ფულს რო შენ შეასრულო ეს მიიღებ ამ კვესტს მიდიხარ და მივედი და მართლაც აი ბევრი ფილმები მახსენდება რა ესეთი ატმოსფერო იყო რაღაც და გაჩერებულია ეს ხომალდი მიფრინავ და რაღაცა და ეს ხომალდი ხაერში ხო არის გაკიდული და შუქები არ არის რაღაც და ჰორორის ის გაჩნდა უცებ რა ალიენის სამხელა თამაშია ძალიან დიდი ზომის უნდა იყოს ძალიან დიდი მან კომპანიას სიუჟეტურსაც თალკე უშვებენ და რაღაც სკვადრონი ქვია თუ რაღაც და მაგის განშტოება იქნება ეს Star Citizen წარმომედგენია რაღაცა ისეთი ტექნოლოგია არ იყოს რომ ეგ თამაში მართლა რაღაცა ერთი ქალაქი მგონი გაკეთებულია გიგანტურია უბრალოდ ძალიან დიდია დიდი შემოსავალი ექნება ალბათ ხო თუ რატო უღირთ სხვათა შორის თუ არ ვწდები Kickstarter-ზე დაიწყეს და 200 მილიონს გადაცდა Kickstarter კამპანია მე მგონი ამ ხელე კამპანია არავის არა ხა და ძალიან დიდი ხანია აკეთებენ და სხვათა შორის მე მგონი Cyberpunk-მა გატროლა და იმაზე თავის ბანერზე რაღაც თამაშში მე მგონი შიგნით თუ რაღაცა იყო რომ Cyberpunk რაღაც Cyberpunk 2077 ხო არის ეგ და მაგ წელსაც Star Citizen-ი ჯერ არაა გამოსული რაღაც soon და რაღაც აწერია რა მართლა თამაშია ეგ ისა ანუ იმდენი ხანია კეთდება რაღაც მე მგონი 10 წელია თუ რაღაც აი ხა მარტო რაღაც ნაწილებია ხო რაც შეიძლება გადასწავლოს ანუ შეგიძლია უკვე ითამაშო გადმოწერო ალფა ფასიანია რაღაც $30-40 აი თამაში ბევრი აი კონკრეტულად თამაშობს რა ბევრი მაგრამ მაინც ალფა ეს რამდენად მიეჩვევა და რამდენად ყავს ისა ქვია მომხმარებელი ეგ თამაშებს სადაც მაგალითად უბრალოდ ბრენდას დაჯდომაზე 40 წუთი ამდენი დრო ის რესურსი რა ტიპის თამაშებში იხარჯება ხოლმე რა ანუ რა ტიპის თამაშებს თამაშობენ რა მე მგონი რომ პირიქით აჩქარებული რაღაცები ევასება ხავს არა ვერ იტყვი ხო ყველა ვერ იტყვი იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპონსორი ყავს ძალიან ბევრს ატყვილად არ არის ეგეთი მან 40 წუთი როგორ არის იცი აი რაღაც
გარკვეული სტანდარტული სიჩქარით რო იფრინო, შეიძლება მე მგონი თუ არ ვწდები შეგიძლია აჩქარება რაღაცეები, ხო? შემცირება დროის, მაგრამ ზოგადად იქ მანდაც კარგად არ შესწავლილი, მაგრამ იქაც არის რაღაც სხვადასხვა მოუდები ამ სიჩქარის რა. ხო. და რაღაც კვანტური ნახტომის ფუნქცია აქვს, ეგ ვიცი და აქ მაქსიმალური სიჩქარის ფუნქცია და მაქსიმალური სიჩქარით მე 40 წუთი დავჭირდა. ოკეი. ეხა აი ბოლოსკენ რო გადავიდეთ, ისა ვახო, შენი რა გეგმები გაქვთ, რაზე მუშაობთ? ისიც მას შეგიძლია გაგვიზია, რომ მსმენელს რო უთხრა ურჩიო თქვენი პროდუქტზე, რამე გატესტოს, ან რა პროდუქტია, რომელიც თამაში თუნდაც რაზეც შემუშაობ და მოგწონს. ერთი-ორი სიტყვა რო გითხრა შეჯამება და გეგმები კიდე კი, უმრავლესობა მათგანზე თქმა შემიძლია. ну ეს დისონატორსი რომელიც Steam-ზე დევს, ну მისაწვდომი არ არის, არც ბეტა, ну შიდა ბეტა გვაქვს და თამაშობთ. და multiplayer თამაში იქნება. მე პირადად სადღაც 9 თუ 10 პროექტია. აუთსორსებიც ბევრია მათ შორის, უმრავლესობა აუთსორსია და შიდა პროექტი მომწონს, ერთი არის survival ჟანრის თამაშია. მაგაზე ბოლოს თამაში ის Forest Son of Forest თუ რაღაც. ძალიან მომეწონა სხვა შორის რა. ხო, survival ჟანრი არის. პირველი ნაწილი არ მქონდა თამაშები, ეს პირველი მეორეული თამაში. ოღონდ მოკლე იყო ძალიან. ხო, ეს იქნება ტექნო აპოკალიფსის თემა, სადღაც ну იქ მუტანტები რაღაცები იქნება, ყველაფერი მატარებლით მიდიხარ და ну მთელი თემა ის არის, რომ მატარებლით უნდა გადაადგილდე ერთი წერტილიდან რაღაც წერტილში, მაგრამ ну ეს ძალიან დიდი road trip-ი იქნება რა და გზაში ამ მატარებლის ლიანდაგს შეკეთება გიწევს რა და რო შეაკეთო რაღაც რესურსების მოძიება, გადმოსვლა მატარებლიდან, იქ ბრძოლები, ამბები და საინტერესო ის ჩანს. კი. და აი მაგ თამაშზე ძალიან მინდა რომ როდისთვის ფიქრობთ რომ თუ დაწყებულია ხა რაღაც პატარა ტრეილერი გაკეთდა რომ სპონსორების მოზიდვა ყოფილიყო შესაძლებელი. აი როგორი პროცედურა, ეგეც ერთი მე მგონი საინტერესო შეიძლება იყოს რა. ანუ თქვენ აკეთებთ რაღაცა levels პირობითად, X levels, trailers რაღაცებს, რომელზეც მე მიდიხარ და publisher-ებთან და სპონსორებთან, მოკლედ ამის წარდგენა ხდება, რომ დაინტერესო რომ იმათმა რაღაცა თანხა ჩადონ ამ ყველაფერში, ხო? სხვათა შორის დიდი მწუხარებით მინდა ვთქვა, რომ ეს კომპანია არის ყირგიზეთშია დაფუძნებული, სხვადასხვა ქვეყნებიდან ანუ დისტანციურად მუშაობთ, მაგრამ თვითონ კომპანია ბიშკეკის არის და სახელმწიფო ძალიან დიდი ენთუზიაზმით აფინანსებს ხოლმე, რაც ჩვენთან სამწუხაროდ მსგავს არის. გეიმინგში მე რაც მახსოვს, მე მგონი აი პოლიცია იყო, სადაც სახელმწიფო ჩარევა მახსოვს რა. ერთადერთი გამოცდილება იყო. ხო და ეს სახელმწიფო ამ კომპანიას აფინანსებს ხშირად GDC-ებზე, რაღაც game კონფერენციებზე და ასე შემდეგ, ჩვენ CEO-ს აფინანსებს და დადის ამერიკაში ხშირად publisher-ებს ელაპარაკება, ეცნობა და ასე შემდეგ. ну პროცედურა ის არის, რომ იქმნება იდეა, ნარატივი, მე უცებ ხდება ამ ნარატივზე დაყრდნობით ვიზუალები, უცებ ამ იდეას მინიმალური ხარჯებით შექმნა და ჩვენება იმისა, ну ჩვენი კომპანიის შესაძლებლობების ანიმაციებში, ვიზუალებში, ასე შემდეგ. და მე publisher-ების მოზიდვა რა. ну როგორც ჩემი ინფორმაციით ძალიან ძიმე პირობებია ფინანსური მხრივ მოგება წაგების ამბები. მაგრამ მაინც ღირს რო გააკეთო და აქ ახლა ჩვენის თანაპატარა აი მაგალითად წარმოვიდგინოთ სიტუაცია რომ მე ვარ რაღაც CEO ან რაღაც ხელმძღვანელი და აი რა მოგებაზე მე პირადად საერთოდ არ ვიფიქრებ. თავარია ჩვენ ну ახლა საარსებო საშუალება რომ მქონდეს და ჩვენი ქვეყნიდან რაღაცა გაკეთდეს ისეთი რომ სოფლიოს მასშტაბით გავა აი სიამოვნებით მოვგიდებდი ხელს. თუმცა ძალიან რთულია. ხო, აი, წერან სახელმწიფო დახმარება რა უფრო
დაინტერესება. რესურსის ჩადება, აი ამ რაღაცა ინიციატივაში დააპრიორიტეტოს რაღაცა. მე ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის აგროკულტურის განვითარება, ოკეი, კაი, ნიშნულოვანია, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ მასშტაბის, რომ ძალიან დიდ რაოდენობაზე იყოს საუბარი, ხო? თან აგროკულტურა და ეს თემა ტექნოლოგიების გარეშე და რაღაცეების გარეშე, მაინც რაღაცეებზე, გარემო პირობებზე, ბუნებაზე, მზეზე, ამინდზე, უამრავ რაღაცაზეა დამოკიდებული, ხო? სხვათა შორის აგროკულტურას ახან შევეხეთ. ერთხელ მამი და შვილმა მითხრა, რომ რაღაცა კურდღლების ფერმის გაკეთება მინდაო რა და ამ კურდღლებს ხო რაღაც გამრავლების თავისი პერიოდი აქვთ, კვების, რაღაცა მკურნალობის, იქ დავუშვათ მშობიარე თუ არის კურდღელი, მამრთან არ უნდა ჩასვა და აი ეს ყველაფერი ამის მართვა შეიძლება რაღაც პატარა AI-ის დახმარებით რა. აი ეგეც ამშოვანია, იმიტომ რომ ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ქვეყანაში დიდი ბიზნესების გარდა პრინციპში აი მე აგროკულტურაში ყოფ ადამიანს, რო ეძახიან ხოლმე ფერმერი ან გლეხი, ან ქართულად გლეხს ეძახიან, რომ რეალობაში ჩვენთვის პირადად არის ფერმერი, რომელიც ბიზნესის მიმართულებაა საერთოდ და ბიზნესმენია. ყველა ვისაც რამდენიმე ჰექტარი მიწა აქვს და მოსავალი მოყავს, ეგ ბიზნესად უნდა შეხედო და ის არ არის, რომ მე ჩემი პირადი მიწაზე მოვიყვანდი რაღაც. მაშინ შენი საკმარისი, შენი სამყოფი უნდა იყოს. ადრე გახიზნები რომ ვიყავით და მარტო ჩვენთვის გჭირდებოდა. ხო, ეგ არის ის, რომ დაარქვა, რომ შენ მოყავს იმის, რომ შენი თავის საარსო, შენ თუ მოყავს და ამის რეალიზებაზე გინდა რომ იფიქრო. ანუ ეგ ცოტა ბიზნესურად უნდა მიუდგე ამ ყველაფერს. ანუ ნახო სარეალიზაციო რაღაცა არხები, ვიყიდულობს, რატო ყიდულობს, უნდა შეათანხმო რაღაცეები, საექსპორტო ნაწილზეც კარგად ისქნა და რომ მოყავს ეს მოსავალი და მე წუწუნებ რომ აგერ ის როგორ გავყიდო, სად გავყარო, სად მიაქ. ანუ ეგ ავტომატურად შენი პრობლემაა რა. იმიტომ რომ ცოტა სერიოზულად უნდა უყურო ამ საკითხს, როცა ამ ხელა მოსავალზეა საუბარი, შენი ყოველდღიურობა ამას უკავშირდება, აუცილებელია განათლებაც ამ მიმართულებით. და თუნდაც აი ეს რესურსები, რა ტექნოლოგიური შეიძლება რომ გაიმარტივო შენ ყოველდღიურობა, რა თქმა უნდა გამოიყენო რა, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ წარმატებას ვერ მიაღწევ რა. ხო, ის რომ მამამ რაღაცა გასწავლა და პაპამ და ამ შემდეგ და ეს რაღაც თავმოყრით გადმოგეცა, ამ თემაში უკვე საკმარისი აღარ არის. თუ გინდა რომ ამით შენ იმ ხელა შემოსავალი ნახო, სხვათა შორის ბიზნესის ხო ფერმერ მარტო ფერმერობა ანუ მოყვანა მოსავლის არ არის საკმარისი ბიზნესმა. ახლა მე ზუსტად ვერ ვიტყვი, მე ვთვლი რომ სახელმწიფომ ანუ ეს ველურ კაპიტალიზმში ძალიან რთულია ჩვენი ქვეყნის განვითარება და ცოტა სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი და რაც შეეხება ამ ფერმერსსა და ბიზნეს შეხედვას ბევრმა შეიძლება შეცდომა დაუშვას იგივე ფერმა. აი მაგალითად მახსოვს იქ სოხუმში რო ვიყავით, ანუ ციტრუსი გავრცელებული ის იყო შემოსავლის წყარო და ჩვენ მოვყავდა სადღაც 10 ტონამდე პორტოხალი. და რა თქმა უნდა რეალი მაშინ ეს კომუნისტების დროს იყო ჩასაბარებელი პუნქტები და იქვე იყო შორს წასვლა არ გჭირდებოდა. ხო, აი კომუნისტების დრო გააზარმაცა ეს ხალხი, მე მგონია რა, იმიტომ რომ მაშინ იყო ეგ ბუნებრივად ხდებოდა. შენ მოვყავდა, აბარებდი პირდაპირ ესე ხდებოდა. ხო, ანუ ეხლაც რო იყოს რა პრობლემაა მაგალითად. ხო, მაშინ აი ვიღაც მაშინ აქ არის საჭიროება რომ კერძო კომპანიები გაჩნდნენ, რომლებიც აი აგაზე იმუშავებენ. როცა არ ჩდება რა ვქნა. სახელმწიფომ არ აი იგივე თემა არის გეიმინგშიც რა. კერძო კომპანია არ არის დაინტერესებული გეიმინგში, იმიტომ რომ აი მან მივიდა ძალიან შორი პერსპექტივა არის. ხო და მე რო სახელმწიფო ვიყო, რატომღაც არ ვიცი, გეიმინგში და ტექნოლოგიებში უფრო ჩავდებდი რესურს ვიდრე მაგალითად აგროში რა. და აი მაგას სამარტივი მისეზია ჩემთვის, რომ აგრო თემა მაინც შეზღუდულია. რა თქმა უნდა ყურადღების მიქცევა უნდა იყოს, მაგრამ ქვეყანას თავდა ეგრევე ვერ ექნება 20,000 პრიორიტეტი. რაღაცეებში უნდა ჩადოს ინვესტიცია რა და ეს ინვესტიცია ჩემთვის არის ტექნოლოგიები, გეიმინგი და ისეთი დიჯიტალ სფეროები, რომლებიც საშუალებას მიცემს ქვეყანას, რომ ეკონომიკურად ძალიან დიდი სარგებელი ნახო ძალიან მოკლე დროში რა. იმიტომ შენ თამაშს აკეთებ, შენ არ გჭირდება სადმე ბევრის, ანუ რამდენიმე კოპიობის დამზადება არ გჭირდება. ხო.
ხო. შენ არ ჭირდება რაღაც ქარხნის აკეთება, ერთხელ გააკეთებ და მერე შეიძლება რომ მილიონჯერ გააკეთო. ხო, იგივე რაღაც ხდება ტექნოლოგიებში, სტარტაპებში და რაღაც ამის მომხრე ვარ, რომ აქ უფრო შეიძლება რომ დიდი შემოსავალი ნახო ძალიან ნაკლებ დროში და ეს უფრო წარმატებული შეიძლება იყოს. მე მაგალითად, ანუ ჩანაცვლების მომხრე არ ვარ, იქაც და იქაც ჩვენ სახელმწიფოს დარწმუნება შეუძლია. ნუ პირველ რიგში რაღაცა მილიარდები რო ჩაასხას გეიმინგ ინდუსტრიაში არ არის საჭირო. მე ვთვლი. რაღაც გარკვეულ დონეზე მაინც რომ სპეციალისტები რომლებიც სწავლობენ და მე გარბიან აქედან არ გაიქცნენ და აქ არ ვართ იმდენი. აი ხა მაგას შეჭრდი, აი CD Projekt Red-ის ერთი მაგალითი იყო რომ რაღაცა პოლონეთის მთავრობა ძალიან აქტიურად დააფინანსა ეს კომპანია, ხო? ის ბიშკეკიც ყირგიზეთი რაღაც 3 მილიონი რაღაცა არის, ანუ ჩვენისთანა პატარა ქვეყანაა. და იქაც რაღაცა ყურადღებას აქცევენ ამას. ხო, ანუ საერთო ჯამში რაღაცა ინდუსტრიების განვითარებაზე გარდა ერთეული ადამიანებისა, რომელიც ჩვენ ისედაც ვცდილობთ ჩვენი ინდუსტრია განავითაროთ, სახელმწიფოსგან ეს მხარდაჭერა სამწუხაროდ მაინც გჭირდება რა. სამწუხაროდ იმიტომ რომ როცა არ გაქვს ცუდია. ხო, ბევრი დიდი თანხების მოზიდვა შეიძლება, ну, რა თქმა უნდა, 1 და 2 წელიწადში არა, მაგრამ სადღაც 10 წელიწადში აქ ეხლა რო დაიწყო 10 წელიწადში ძალიან ძლიერი კომპანია შეიძლება გაჩნდეს, რომელიც მილიარდები არ ვიცი, მაგრამ მილიონებს მოიზიდავს საქართველოში. პატარა რესურსებით, მცირე რესურსებით და ამიტომ ამაში ჩადება ღირს, ხო? ღირს. ნუ რაღაც დაინტერესებული ბიზნესმენის რთულია, იმიტომ რომ ეხლა ვისაც დიდი ფინანსები აქვს, ძირითადად ცოტა ანუ ახალგაზრდები ნაკლებად არიან, ხო? იმათ უფრო აინტერესებთ ისეთი ბიზნესები რაღაც შენებლობა და ასე შემდეგ. ხო, რაც გარანტირებული ფულს მოუტანს, ხო? რა თქმა უნდა. ხო და ახალგაზრდა და წარმოვიდგინოთ ვიღაც ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელსაც ძალიან დიდი ფული აქვს და თან ახალგაზრდა, ეგ შეიძლება დაინტერესდეს, იმიტომ რომ თამაშები გამოუცდია თვითონ და იცის რა კარგიც არის და ასე შემდეგ. მაგრამ 60 წლის ან 50 წლის ბიზნესმენი შეიძლება ნაკლებად დაინტერესდეს, ხო? ოკეი, გასაგებია. პირველ რიგში მოკლედ ამ სამწუხარო ნოტაზე ვიტყვი რომ ძალიან მიხარია მაინც რომ არიან ესე ინდივიდუალ ადამიანები, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ, იმიტომ რომ გონია რომ ეგ რესურსი საბოლოო ჯამში ჩვენ ქვეყანას მაგრად გამოადგება. ასევე არის პატარა კომპანიები, რომლებიც სხვა სტილში ინდი თამაშებზე და რაღაცებზე მუშაობენ და ეცაკება წარმატებულად, ბევრი ესეთი წარმატებული მაგალითის ქონია. მე ვიტყოდი ვიბრძვით მაინც და ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს. აუცილებლად, იმიტომ რომ ეხა ამ დროში განსაკუთრებით გონია რომ აი ეს ამდენი წლის გამოცდილება და წვალება და ბრძოლა რაღაცა მომენტში ძალიან მალე გამოიტანს კარგ შედეგებს რა და ერთი ეგეთი გარღვევაც, როცა აი მაგალითად ქართულ სივრცეში გაჩნდება გლობალურად მოასპარეზე დიდი კომპანიასავით, ხო? საშუალო დონის კომპანია მაინც, ხო? საბოლოო ჯამში ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს მე დანარჩენებსაც. იმიტომ რომ აი ეხლა გამახსენდა ის პოსტრედი, რომელიც რა ვიცი Netflix-ის აუდიო და ხმის საუნდებს და რაღაცებზე მუშაობს, ხო? ეგ ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენ ქვეყნისთვის, რომ საქართველოში ქართველები ქმნიან Netflix-ის სერიალებისთვის და ფილმებისთვის, არა მხოლოდ Netflix-ის სხვა დიდი კომპანიის აუდიოს იმას, რა ქვია, ინჟინერიას და ხმას და ასე შემდეგ, რა, ეგ მაგას რო ეგ რო გავიგეთავი და მეთქი რა მაგარი რაღაც არის რა. და მე საბედნიეროდ ვიცნობ მე ხა მე მაქვს მაგის ფუფუნება, რომ ვიცნობდე ამ ინდუსტრიებში, ამ ტექნოლოგიებში და ამ მომიჯნავე ინდუსტრიებში, დიჯიტალ სფეროში მეტწილად ადამიანებს, ვინც გლობალურ კომპანიებში მუშაობენ საკმაოდ კარგ თანამდებობებზე რა. მათ შორის ზოგი საქართველოსთან მუშაობს და რაღაცნაირად ეგ გამოცდილება აუცილებლად გონია რომ დადებითად გადაითარგმნება და შედეგს გამოიღებს ჩვენი ქვეყნისთვის რა. სხვანაირად მე წარმოუდგენელი მგონია. კი, ну, დროთა განმავლობაში მაინც მივა ეს ინფორმაცია ალბათ სახელმწიფოსთან, რომ ღირს ამაში საჭიროა და არა ღირს, არა მარტო, არამედ საჭიროა და მე დარწმუნებული ვარ თალკეული ესეთი ქართველების მიღწევები და ეს რო გავრცელდება, უფრო დაინტერესება მოხდება და მე უკვე ავეწყობით.
იმედია, ანუ აიც პოზიტიური ნოტაზე მოგვიწია, ნუ ყოველ შემთხვევაში იმედით რაღაც ეტაპზე. ხო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. მადლობა მოწვევისთვის. შენი ისინიც რო იქნება უკვე თამაშები და ანონსები და რაღაცები გაგვიზიარე, იმედია 3 ეპიზოდი დაიდება, შეიძლება მოესწოს, ტრეილერი რო ახსენეთ წაღა. რაღაცებს ჩაგიდეთ. ხო, და თუ ის იქნება საშუალება იმის რომ დავადოთ სადმე, აუცილებლად ვაჩვენოთ მაყურებელსაც. წარმატება შენ საქმიანობაში და მგონია რომ რაღაცა 1-2 ეპიზოდი მოგვიწევს კიდე, იმიტომ რომ GTA-ს გამოვა, ეხლა GTA მაინც GTA ქართულად. GTA. ხო, გამოვა და კიდე სხვა რაღაცეები, ხო, და განვიხილოთ გავარჩიოთ აუცილებლად რა. მოკლედ, მადლობა კიდევ ერთხელ. შენც წარმატებებს გისურვებ, ძალიან კარგი პროექტია და მინდა რომ განვითარდეს. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო და ლაიქეთ, დაწერეთ კომენტარებში რა გადაცემა გინდათ და რა თემაზე და ვინ გინდათ რომ იყოს ჩვენი შემდეგი სტუმარი და სხვა დანარჩენი კომენტარებიც, იმიტომ რომ ფიდბექი და უკავშირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გამოიწერეთ.